გამარჯობა. დღეს საუბრობთ დილემაზე, რომელიც ძალიან აქტუალურია უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ალბათ 200 წელი საქართველოში და სამწუხაროდ ხანდახან გონია ხოლმე რომ რაღაც ეტაპებით დავძლიეთ რაღაცა თქვათ არჩევანები, რომელიც საზოგადოებამ სახელმწიფო უნდა გააკეთოს, უკვე მოტოვებული გვაქვს უკან, მაგრამ ხელმეორედ ხდება არჩევანის გამოცოცხლება. და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ალბათ უკრაინის ომის შემდეგ, კვლავ ქართული სახელმწიფო დადგა არჩევანის წინაშე, ან დააყენეს, უგედესად რომ ვთქვათ, დასავლეთი თუ რუსეთი. თავის დროზე ვთქვათ, შეგვიძლია ამას ვისაუბროთ, ეს არჩევანი იყო აზია თუ ევროპა, მაგრამ დღეს წასახად აზია ესე აღარ არის ამ პოლიტიკური არჩევანის ნაწილი, თუმცა სხვადასხვა კონფიგურაციით აზიაც შეგვიძლია მოვიაზროთ, მაგრამ ძირითადი არჩევანი არის ქართული სახელმწიფო იქნება რუსეთის ორბიტაზე თუ იქნება დასავლური ტიპის სახელმწიფო. თავის ყველა კომპონენტებით, რაც ამ ორივე იმას გააჩნია, ხო? და დღეს აქ ვართ ხალხი, რომელიც ფიქრობ ძალიან კარგად იცნობს ორივე ველს და საქართველოს კულტურას და ფიქრობ ძალიან ბევრი შეკითხვა არის, ფუნდამენტური შეკითხვა ჩვენს თავზე, რომელსაც პასუხი გვინდა რომ გაეცეს, თუ ყველას არა ნაწილს მაინც, ხო, ეს შეკითხვებია ვინ ვართ ჩვენ, ხო, ჩვენი იდენტობის თავარი განსაზღვრელი რა არის, ეს დასავლეთი არის თუ არა ჩვენი იდენტობის ნაწილი, თუ მაინც თქვათ 200 წლიანი რუსული გამოცდილება ჩვენი უფრო ახლო სასიცოცხლოველია და ასე შემდეგ, ხო? ფიქრობ ძალიან ბევრი არგუმენტი შეიძლება მოვისმინოთ და პირველი გამხსნელი შეკითხვა მაინც ეს დავსვათ ძალიან მრავალჯერ გაჟღერებული, რომელი კულტურა ჩვენც უფრო ახლოს არის. და ხშირად რუსული არჩევანის მომხრეები ამბობენ, რომ რუსული კულტურა ქართული კულტურის განსაზღვრელი არის და ის უფრო ჩვენთვის ახლობელი არის, იქნება ეს თქვათ მართლმადიდებლობა, როგორც ამ კულტურის განსაზღვრელი ერთ-ერთი ელემენტი, თუ კულტურული სხვა შემადგენლები. თქვენ როგორ ფიქრობთ, დავიწყოთ, ან თქვენთვის რა არის, თქვათ ამ არჩევანის პასუხი და რა გაფიქრებინებთ, რომ და ჩემთვის ევროპა არის წასახად, რა არის ყველა ძლიერი არგუმენტი, რომ ეს არის ევროპა და არა რუსეთი მაინც. მოდი იმითი დავიწყოთ, რომ ეს არ არის დილემა სინამდვილეში. ჩვენ არ ვლაპარაკობთ დილემაზე, ეს არჩევანი, რომელზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, არ არის არჩევანი. არჩევანი შეიძლება ქონდა ერეკლე მეორეს 18 საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ირჩევდა იმას საქართველოს ყოფილიყო, თქვათ, მართლმადიდებლური რუსეთის გავლენის ქვეშ თუ ყოფილიყო ირანის გავლენის ქვეშ. რა 1901 წლიდან, როდესაც რუსეთმა დაიპყრო კახეთი და შემდეგ საქართველოს დანარჩენი ნაწილები, ეს არჩევანი როგორც ასეთი არ არსებობს. ხო, არჩევანი არის რაღაცა, რასაც შენ თავისუფლად აკეთებ, მაგრამ როდესაც შენ გიპყრობენ, ეს უკვე არჩევანი არ არის. იგივე გადმეორდა 1921 წელს, არა, დამოუკიდებელ საქართველოს არჩევანი აღარ ქონია, ყოფილიყო ის რუსეთის ნაწილი თუ ყოფილიყო თქვა თავისუფალი სახელმწიფო, კიდაც ნეიტრალური, როგორც მაშინ უნდათ დამფუძნებელ მამებს, კავკასიის შვეიცარია. ეს არჩევანი არ ქონია საქართველოს და დღესაც ამ არჩევანზე ლაპარაკი არ არსებობს, ჩვენ ფაქტიურად ვიმყოფებით რუსეთის ჯერჯერობით რბილი ოკუპაციის პირობებში, ხო? ამიტომ ამ არჩევანზე ლაპარაკი 200 წლის განმავლობაში ჩემი აზრით არის ფუნდამენტურად მცდარი, ეს არის 200 წლის განმავლობაში ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. რაც შეეხება აი ამ ევროპა და აზიის დილემას, რომელიც იდგა მართლაც ამაზე იყო ლაპარაკი, ეს კულტურული ორიენტაციის საკითხი იყო 1910-იან წლებში ძალიან ბევრი სტატია იწერებოდა მაშინ და იყო ლაპარაკი იმაზე, რომ თქვათ საქართველოს აქვს ორივე ელემენტი და შეიძლება იყოს ისეთი, თქვათ თარჯიმნის როლი შეასრულოს ევროპას და აზიას შორის თავისი რაღაცა უნიკალური მდგომარეობის გამო, გეოგრაფიული მდგომარეობის და კულტურული მდგომარეობის გამო, მაგრამ დღესდღეობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ხო, გავიარეთ უკვე ეს ისტორია 2025 წელია ეხლა და ის არჩევანი, რომელიც ქართულ ხალხს გაკეთებული აქვს უკვე არაერთხელ, ხო, ყველანაირ რეფერენდუმზე, ყველანაირ გამოსვლაზე 90% ქართველებისა არის საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის მომხრე და ეს ევროპა არ არის რაღაცა, ასე ვთქვათ, მარტო რაღაცა რო წახვალ იქ მილანში, მაღაზიაში რაღაცას იყიდი, ჩამოხვალა კომოს ბაზე, იმასტოპ რაღაცა ვილას შეიძენ და ასე შემდეგ, ხო, ეს არის ფასეულობითი არჩევანი, ეს არის ქართული ხალხის არჩევანი დემოკრატიული სახელმწიფოს სასარგებლოდ, სოციალური სახელმწიფოს სასარგებლოდ, თავისუფლების სასარგებლოდ, თავისუფალი მიმოსვლის სასარგებლოდ, კარგი განათლების სასარგებლოდ, ხო? ყველა იმ
ყველაფერი იმის სასარგებლოდ, რასაც განასახიერებს ევროპის კავშირი და ეს ქვეყნები, ხო, რომ ყველაფერი დანარჩენი რა ჩვენს გარშემო არის, ხედავთ რუსეთში, ჩრდილოეთში არის დიქტატურა, ირანი აქეთ სამეზობლოში, ასევე ისლამური სახელმწიფო, ასევე დიქტატურაა, ხო, და ნუ ქართველი ხალხი დღეს აკეთებს არჩევანს თავისუფლების და დემოკრატიის სასარგებლოდ, ხო, და ამ არჩევანს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქართველი ხალხი აკეთებს მოყოლებული ცისფერყანწელებიდან, მოყოლებული თერგდალეულებიდან, მოყოლებული, რა ვიცი, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამებიდან ეს არჩევანი გაკეთებული აქვს ქართველ ერს და აი ამ არჩევანისთვის იბრძვის. დღესაც ჩვენ აი ამ მდგომარეობაში ვართ. აი აქ უნდა გავიხსენოთ ალბათ ეს ნოე ჟორდანიას ძალიან ისეთი ნიშანდობლივი სიტყვა, ხო, რომელიც მან თქვა, როდესაც ანტენტას ქვეყნებმა სცნეს საქართველოს როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ხო, რომ ჩვენ ავირჩიეთ ევროპული დემოკრატია და რუსეთმა აირჩია აზია, აღმოსავლური დესპოტია და შესაბამისად ჩვენი გზები იყოფა, ხო? და შესაბამისად და მე ის ამთავრებს ამ სიტყვას ამგვარად, რომ ჩვენ ყოველთვის დასავლეთს ვირჩევდით, ანუ კულტურულად საქართველოს ყოველთვის ირჩევდა დასავლეთს და ალბათ ეს იწყება აი ამ გაქრისტიანებით, ზოგადად ქრისტიანობის საქართველოში შემოსვლით. ეს უკვე იყო ნიშანდობლივი პოლიტიკური განაცხადიც იმ პერიოდში, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ საქართველოს მიიღო არა დავუშვათ მონოფიზიტური ვერსია ქრისტიანობისა, რომელიც დავუშვათ ირანის მიერ უფრო ტოლერირებადი იყო და უფრო ესე ვთქვათ უპრობლემოდ ითვლებოდა გარკვეული თვალსაზრისით, იმიტომ რომ ამის მიღმა არ ედგა პოლიტიკური ძალა. არამედ საქართველოს მიიღო დიოფიზიტური ვერსია ქრისტიანობისა, რომელიც იმთავითვე გულისხმობდა რეგიონში ბიზანტიის როგორც ირანის ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შემოყვანას და საკუთარი თავის ბიზანტიის, ასე ვთქვათ, გავლენის აგენტად გამოცხადებას, ასე ვთქვათ, თანამედროვე ტერმინებით, რომ ვთქვათ და ასევე ვახტანგ გორგასლის, ასე ვთქვათ, ანდერძიც, რომელიც არის ესეთი პოლიტიკური ანდერძი თავისი შინაარსით, ხო, რომელიც გვეუბნება, რომ ნუ დაუტევებთ გზას ბერძნებისას, ხო? ესეც სწორედ ამას ნიშნავს, რომ ესე იგი ნუ დაუტევებთ გზას დასავლეთისა, დასავლური კულტურისა, რომლის ნაწილადაც, ასე ვთქვათ, მონიშნა საქართველოს თავისი თავი, ჯერ კიდევ აი ამ მე-4-მე-5 საუკუნეებიდან მოყოლებული. და ეს ასპექტი, აი, დავუშვათ, ეს ქრისტიანობა, როგორც დიოფიზიტობა, რომელიც პოლიტიკური ლოიალობის ნიშნის მატარებელიც არის, ეს პრინციპში საკმაოდ დიდხანს რჩება აქტუალურ საკითხად, იმიტომ რომ თუ შევხედავთ ჩვენ ქრისტიანობის ისტორიას, არა, ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეშიც მაგალითად ეს მონოფიზიტური ერესები საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს ქრისტიანული თეოლოგიისათვის და გავიხსენოთ ბოეციუსიც, რომელიც თავის თეოლოგიურ ტრაქტატებს წერს ნესტორიანელთა და ევტიხიანელთა წინააღმდეგ, ხო, იმიტომ რომ ეს არის პრობლემა თეოლოგიური, რომელიც გადასაჭრელია. და შესაბამისად ჩვენ საკმაოდ ადრეულად გავაკეთეთ არჩევანი, არა მარტო რელიგიური, არამედ ამავდროულად პოლიტიკური განაცხადის მატარებელი არჩევანიც და ეს ძალიან ნიშანდობლივია. და ფაქტობრივად ეს არჩევანი ლაიტმოტივად გასდევს ასევე მთელ ქართულ ისტორიას, რომელიც ალბათ დადგა დრო, რომ ახლიდან წავიკითხოთ, ხო, და ახლებურად წავიკითხოთ, იმიტომ რომ მე მაგალითად მახსენდება, როგორ მასწავლიდან მე საქართველოს ისტორიას, მე სკოლა დავამთავრე 1996 წელს. ანუ რატო აღნიშნავ ამას, იმიტომ რომ ეს იყო უკვე ფაქტობრივად საქართველოს ისტორია, როგორც დამოუკიდებელი საგანი, ვისწავლით დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, მაგრამ ჩემთვის არავის არ უსწავლებია, რომ მაგალითად დავით აღმაშენებელთან ერთად დიდგორის ბრძოლაში ჯვაროსნებიც იბრძოდნენ, იმიტომ რომ ეს ნაწილი აი ამ ქართული ისტორიული გრანდნარატივისგან აბსოლუტურად დაკარგული და წაშლილი იყო. ეს ანუ თქვენ ტექსტში თვითონ ტექსტები იქნებოდა უკვე ახალი ტექსტები იყო დაწერილი? ხო, აი ახალი სახელმძღვანელოები იქნებოდა, მაშინ რაღაც ბევრი ცვლილებები იყო ამ მიმართულებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ასე ვთქვათ, მაინც ეს მიღმა დარჩა. იყო მიღმა, ხო? მე მინდა დაუბრუნდე პირველ წინადადებას რუსეთი თუ ევროპა და იმას რეალურად არის თუ არა ეს დილემა და ხშირად ვფიქრობ ხოლმე ჩემი ფიქრის ერთ-ერთი მოდელი არის ეგეთი, რომ პირველ რიგში დავიჯერო ის, რასაც ვისმენ, ბოლომდე გავიგო ყველა თავისი ნიუანსით და მერე დავიწყო დეკონსტრუქცია დაშლა რა. და ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთი თუ ევროპა და ეს გამოწვევა დღეს ჩვენთვის არსებობს თუ არა,
ჩემი პასუხი ამაზე ის არის, რომ ეს გამოწვევა და ეს დილემა დაარსებობს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გონია რომ ორივე შეიძლება. ან გვჭირდება ორივე. პირველი და ცხადია ეს დილემა აღარ არის. ეს არის რაღაც ჰიბრიდი, რომელიც გინდა რომ გონებაში წარმოქმნა იმისთვის რომ სიმშვიდე იპოვო ერთი მხრივ იმით რომ რუსეთი არის ქვეყანა რომელიც არის ახლო გეოგრაფიულად არის ახლო და მას შეუძლია შენი ფიზიკურად დაცვა და პატარა ერი როგორც არის საქართველოს ასეთი იდეის და ომის იდეის მიმართ ძალიან მოწყვლადი არის ცხადია მას შეუძლია ანუ რუსეთს შეუძლია რომ პირდაპირ დაგიცვას ხოლო ევროპას შეუძლია მოქცეს ის რაც დაცულობის ჟამს შემდეგ გამოგადგება ეს არის იგივე განათლება, იგივე წინსვლა, კარიერული თუ რა ვიცი, ასე შემდეგ, ხო? თვითგადარჩენის საჭიროება მოიხსნას და მე ევროპაში შენ თუნდაც მილანში ჩახვიდე და რა ქვია, შოპინგ, ხო? ევროპასაც შეუძლია დაგიცვას თუ ნატოს წევრი გახდები? კი, თუ ნატოს წევრი გახდები. თუ ნატოს წევრი გახდები, ეგ ერთი და მეორე ეს სიშორე და სიახლოვე დღეს და რაც უფრო დრო გადის ცხადია პატარავდება მანძილები ერთმანეთში და აღარ არის ის რომ როცა გინდოდა ევროპას დაკავშირებოდი რაღაც 9-9 უნდა გადაგეარა და თუ ჩაღწევდა ეგ წერილი კაცმა არ იცის კიდე და ასე შემდეგ და ასე ამიტომ თავს გრძნობ კიდის კიდეში ხო და მიტოვებულად ეს ნელ-ნელა აღარ არის, მაგრამ გონია რომ შეგრძნებითად მაინც მოდის და მოგსდევს, რასაც ემატება კიდევ ერთი დიდი, ასე ვთქვათ, ქვეტექსტი, რომ რუსეთიც შეიძლება იყოს რაღაც ტიპის, ანუ რუსეთისგან შეგვიძლია მივიღოთ ის, რასაც ევროპისგან მივიღებთ. მაგალითად ამას აძლიერებს აი ვახსენეთ 1801 წლიდან როცა ჩვენ არ გქონდა საერთოდ იმის შესაძლებლობა გადაგვეწყვიტა თუ არა, მაგრამ აძლიერებს განცდა იმისა და პირდაპირ რიტორიკა და მთელი პროპაგანდა იმისა, რომ იმ მომენტში რუსეთი არის ევროპა. ჩვენ თუ შევხედავთ პირდაპირ წერილებს იქ ხო მაგალითად როგორ წერს როგორც ჩვენ ასევე მუსლიმურ სახანოებს მაგალითად პავლე ციციანოვი რომელიც მთავარმართებელი არის მაშინ წარმოშობით ქართველი ხო რომელიც რუსეთში იქცა პროდუქტად ჩამოდის კავკასიაში რომ თავისი როგორც თვითონ ამბობდა ხოლმე წინაპრების სამშობლო შემოიტანოს განათლება და ევროპა და დააწიოს განვითარებას სულ მუდმივად პირველივე წინადებაში ხაზს უსვამდა რომ როგორც ევროპული იმპერიის წესია მაგალითად მე შენ გთავაზობ რომ დამნებდე და ამ შემთხვევაში შენ გაქვს ორი რამ ხო ან უნდა მიხვდე რომ უნდა დამნებდე, იმიტომ რომ შენთვისვე კარგია ესა და თუ ვერ ხვდები რომ უნდა დამნებდე და ეს შენთვის კარგია, მაშინ შენ მაგდენი მიხვედრის უნარიც არ აქვს. არ იმსახურებ რომ საერთოდ დამოკიდებელია. ხო, არ იმსახურებ. და პირდაპირ წეს რომ მაშინ მოგიდგებით ისე როგორც აზიელს უნდა მიუდგე, ანუ ჩაარტყა თავში ურო, მოკიდო ქეჩოში ხელი და წაათრიო სადაც გინდა. ანუ დაიმორჩილო ძალით როგორც ველური ცხოველი, ხო? და მაგ შემთხვევაში ეს არის რომ ისინი სულ მუდმივად უსვამენ ხაზს და რეალურად და კიდე ერთი არგუმენტი ხო რაც არის ხოლმე რომ აი რუსეთი მე-19 საუკუნეში რაღაცნაირად გაერთიანდა საქართველო ამის შემდეგ და მოვიდა მშვიდობას მოჰყვა სამოციანელები და ეს რა ქვია გაფურჩქნა ქართული იდეისა და ამან შემდეგ შვა რაღაცა თანამედროვე საქართველო და რატომ იყო ეს ცუდი? ეს არის ერთ-ერთი მე რასაც დაუკვირვები ვარ, ერთ-ერთი ლოგიკური ჯაჭვი, რომელსაც ხანდახან მიხვებიან ხოლმე ფიქრისას.
ხო, მაგრამ ამ ფიქრში რასაც არის თვალისწინებენ არის ის, რომ მაშინაც კი როდესაც უკვე შიგნით დაპყრობილ საქართველოში იყო ლაპარაკი იმაზე, რომ აი რა ვქნათ ახლა, ხო? სხვათა გრიგოლ ორბელიანს აქვს ესეთი სამგზავრო წიგნი, გზავრობა ჩემი თბილისიდან პეტერბურგამდე. მიდის რაღაცა თავის სამხედრო საქმეებზე და ამასობაში ხვდება ივანე აფხაზი არის ერთი გენერალი, გარუსებული გენერალი, გზაზე და ივანე აფხაზთან მიდის ლაპარაკი იმის შესახებ, რომ აი რა ვქნათ და ნუ ასე ვთქვათ, რომანტიკოსები და პრაგმატიკოსები, აფხაზი პრაგმატიკოსია, რომ გრიგოლ ორბელიანი ჯერ კიდე რომანტიკოსია იმ პერიოდში და ეს ნუ დილემა არის, ეხლა ავჯანყდეთ და ცოტა ხანი დავიცადოთ. ხო, ივანე აფხაზი ეუბნება, რომ ცოტა ხანი დავიცადოთ, მომაგრდეთ ამ რუსეთის მშვიდობის პერიოდში, მე ისა რა ქვია, რაღაცა განათლება შევიძინოთ და 100 წლის მერე, როცა მაგრები ვიქნებით, მერე გავთავისუფლდეთ. მაგრამ ეს იდეა, რომ ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ და თქვათ, ეხლა უნდა შევეგუოთ რაღაცა არსებულ რეალობას, იმიტომ რომ ძალით ისინი გჯობიან. ეხლა ომს ჩვენ ვერ დაუწყებთ, ომით ვერ მოუგებთ და ვერაფერს ვერ უსავთ, მაგრამ თავისუფლება როგორც იდეა, ასე ვთქვათ, რეგულატიური იდეალი ამათთვის არსებობს ყოველთვის. ეს არის აი ისეთი ხალხისთვისაც კი, რომელსაც მერე ილია ჭავჭავაძე დაუძახებს რუსეთუმეებს. აი ისეთი ხალხისთვისაც კი საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა ყოველთვის არის, ოღონდ დაბობენ რომ ეხლა არა, ეხლა ვერ მოვერევით და როცა გვექნება საკმარისი ჯანი, აი მერე დავარტყათ. იგივე არის სხვათა შორის ამ ალექსანდრე ჭავჭავაძის ასევე დიდი გენერლის კავკაზი. კავკაზში წერს, რომ ნუ ეს რუსული განათლება მნიშვნელოვანია, აი ციციშვილი ჩამოდის და რუსულ განათლებას ჩამოიტანს, მაგრამ იქაც აქვს ეს სიუჟეტი გათამაშებული, რომ აი ახალი ალექსანდრე ვითომ ალექსანდრე პირველი ახალი ალექსანდრეა, მაგრამ თამაშდება ისევ ქართლის ცხოვრების სიუჟეტი, რომ იქ არის აზონი, იქ არის ფარნავაზი, რომელიც მერე აი ამ ალექსანდრეს დაამარცხებს და ისევ დამოუკიდებელი გახდება საქართველო, ხო? აი ამ პირობებშიც კი ის, რომ საქართველო უნდა გახდეს დამოუკიდებელი, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა. არის უკიდურესად მნიშვნელოვანი აზრი, რომელიც არასდროს არ გვდება, ხო? ის არ გვდება არც ბარათაშვილთან, სუნბულთან მწირი ყახსოვს, ხო? ხო, ის არა ქვე თავისუფლება, სიკვდილი ჯობია ოქროს გალიაში ყოფნას. ხო, ეს არის ასე ვთქვათ ის აზრი, რომელიც ქართველმა 1830-იანი წლების, 40-იანი წლების, 50-იანი წლების და ასე შემდეგ გამოიტანა. ხო? მერე რაფიელ ერისთავი არ გავცვლის ალსაკლდეებს და სხვა ქვეყნებს სამშობლოს იდეა ჩდება, აი მაშინ ზუსტად, როდესაც საქართველო კარგავს თავის დამოუკიდებლობას, ხო და აი ამ სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ის, რაც ყველა აბსოლუტურად უკლებრივი ქართველი ინტელექტუალი იქნება თუ არაინტელექტუალი იქნება თუ ვინც იქნება, ხო, ამ ვისაც საერთოდ ან ძალა ერჩოდა, ან ტვინი ერჩოდა, ან რამე ერჩოდა საერთოდ, ყოველთვის ამოძრავებდა. აი ამ აზრით სულდგმულობდა ყოველთვის ქართველი, რომ ჩვენი სახელმწიფო უნდა იყოს დამოუკიდებელი, იმაშინაც კი, როდესაც თქვათ, უნდა შევეგუოთ ჩვენ აი ამ ძალას, მაგრამ ეს ძალაც კი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მივმართოთ ჩვენი მტრის წინააღმდეგ და ზუსტად ეს იყო თერგდალეულები, ხო? აი შენი სპეციალობა ეს ხარ არ ჩაგეჭრეთი ამაში, მაგრამ ნუ ამ ვორონცოვს რაც უნდა ხო, რომ გამოეზარდა ეს ასე ვთქვათ კოლონიური ელიტა რა, განათლება მიეცა ქართველებისთვის და ისინი ყოფილიყვნენ მერე რუსეთის ადმინისტრატორები საქართველოში და შემოტრიალდა იმის საწინააღმდეგოდ, რომ რუსეთში მიღებული განათლება ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, რა ვიცი, ვაჟა-ფშაველამ ყველა გამოიყენა იმისთვის, რომ ებრძოლოთ საქართველოს დამოუკიდებლობას. ხო. მაგრამ ეხლა როგორც ყვებით რა, ანუ ეხლა პროცესაც ვაკვირდებით ზოგადად, ანუ დაუჯერებლად უცნაურს ჩვენ თვალწინ ისტორიის გადაწერას, ხო, არა მარტო თქვათ 19 საუკუნეს, თქვათ ერეკლე მეფის კულტის აღზევება და აი ერეკლეს ამბის ფოკუსირება მხოლოდ რუსეთთან შეერთებაზე და მთელი მისი განვლილი ცხოვრების უგულებელყოფა საერთოდ, ისე როგორც მისი შთამომავლების ბრძოლა მერე უკვე სრულად უგულებელ ყოფილია გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ ერეკლეს იმედგაცრუება, ხო? აბსოლუტურად მაგას არ ვაქცევთ ყოველ დღეს ასე შემდეგ. მაგრამ პლუს ნუ ეხლა უახლესი ისტორიის გაყალბებასაც უყურებ და რაღაცნაირად გამოდის, რომ ორი ნარატივი არსებობს. ჩვენ თქვით, რომ არ არსებობდა ინტელექტუალი, რომელიც თავის თავში არ ატარებდა დამოუკიდებლობის იდეას. დღეს ჩვენ რახან ცოცხლები ვართ და უყურებთ ცოცხალ ინტელექტუალებს, რომლებიც არიან რეჟიმის მსახურებაში, ჩვენ ხედავთ ხალხს, რომელიც დამოუკიდებლობის იდეას არ ატარებს. ანუ ხომ არ არის ეს იმას დამოუკიდებული, რომ ჩვენ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს
არ ვიცი, მე განათლების სამინისტრო მაგალითად შეაკოწიცა ის ხალხი, ან ხალხი, რომელიც გულშემატკივრობს დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ხო, საქართველოს, ფოკუსი გააკეთა იმ ხალხზე, ვინც ამ დამოუკიდებლობის იდეას ატარებს და ხომ არ, იმიტომ რომ ეხა ბევრს აქვს დღევანდელ საზოგადოებაში განცდა, რომ ესეთი ღალატი როგორ არის საერთოდ შესაძლებელი, იმიტომ რომ მე არ მისწავლია ესეთი ღალატი, იმიტომ რომ რასაც არ დავადებ ქართულ კულტურაში ხელს, იქ მიტივტივდება დამოუკიდებლობის იდეა, იქ მიტივტივდება ბრძოლა და წინააღმდეგობის გაწევა და უცებ როგორ აღმოჩნდა, რომ იგივე საზოგადოებამ დაბადა აი ესეთი ტიპის მორალი, ესეთი ტიპის ინტელექტუალები და ასე შემდეგ. ანუ რაზე არის ეს დამოკიდებული? დღევანდელი ოფიციალური ნარატივი იმეორებს თუ არა მაგალითად მე-19 საუკუნის ნარატივებს, ან მე-20 საუკუნის ან საბჭოთა ნარატივებს, იმიტომ რომ რაღაცებს ხედავთ მსგავს, რაღაცები ძალიან შეიცვალა, ხო, ამასობაში რა. ანუ მაგალითად ისევ რა, აზია ჩანაცვლა, კიდე რუსეთი ჩანაცვლა აზიით, ხო, რაღაც ამ წარმონაქმნით, რომელიც პრინციპში ვერც დასახელებენ რა არის, ხო? დასავლეთი, რომელიც ისევ გუშინ წინ იყო მისაბაძი, ბევრი სხვა კრიტერიუმი დღეს აღმოჩნდა გარყვნილი და ჩვენთვის საზიანო. და თუ პროპაგანდა ესე გააგრძელებს, მე ვერ ხედავ შემოbrunების წერტილსაც კი. ანუ აი მას რასაც ძალიან ამბობდა, რომ რაღაც მომენტს ელოდება. მაგას შეიძლება ვიღაცა გაყოლოდა, რომ აი მთავრობას ვაცადოთ დანებება, იმიტომ რომ მომენტი გადგება, იმიტომ რომ ამ ტიპის დანებების მერე შემოbrunება როგორი იქნება, იქ უბრალოდ აღარ ჩანს დღეს. ესე მგონია მე და არ ვიცი. უბრალოდ იმ პერიოდზე, რომელზეც ზალი საუბრობდა, მაშინ არ არსებობდა მასობრივი პროპაგანდის ის მეთოდები და საშუალებები, რომელიც თუნდაც მე-20 საუკუნეში იყო და 21-ში მით უმეტეს უფრო მეტად გაძლიერდა, ხო? და თავისთავად აი ეს დიქოტომია თითქოს, ხო, ერთგვარად, რომ აი რაღაცა ტრადიციული ღირებულებების დამცველი რუსეთი და საპირისპიროდ ბავშვად გარყვნილი ევროპა, ეს ხო არ ახალია, ეს არის აბსოლუტურად საბჭოთა პროპაგანდის ნაირსახეობა, ჩანაცვლება უბრალოდ, ასე ვთქვათ, რაღაცა კონცეპტების, მაგრამ მეთოდი იგივე ხდება შენარჩუნებული. ხო, საბჭოთა პროპაგანდა თუ კი იმაზე საუბრობდა, რომ აი დასავლეთში მუშათა კლასი როგორი ჩაგრულია და აი ჩვენთან ყველა მუშა დასაქმებულია და რა კარგად ვცხოვრობთ, აი იქ ხალხს ქუჩაში ძინავს და შიმშილით კვდებიან და ჩვენთან, ასე ვთქვათ, ყველას აქვს სახლი და ასე შემდეგ. აი ეს იყო, ასე ვთქვათ, საკუთარი მწირი ტოტალიტარული რეალობის, ასე ვთქვათ, შეფუთვა და მისი მოჩვენებითად რაღაცა სასურველად მიყიდვა მოსახლეობისათვის, ხო? ნუ რაც უფრო დიდხანს გაიმეორებ გზავნილს, შეიძლება ის მერე დაიჯერო კიდეც, ხო? აი ამაზე იყო ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, გათვლილი მაშინ. ესე რომ რეალურად ის რითაც დღეს, ასე ვთქვათ, ხდება აი ადამიანების ტვინების გამორეცხვა, მეთოდურად ეს ახალი ნოუ-ჰაუ არ არის, ანუ ეხლანდელი პუტინიზმის მოგონილი არ არის, არამედ უბრალოდ იმ საბჭოთა გამოცდილების ნაირსახეობა, ესე ვთქვათ, რაღაცა ახალი ვერსია, ხშირად მაგამბავში მდგომარეობაც სპეციფიური არის, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს თუ ოფიციალურად იცოდი რომ ოკუპირებული იყავი, ხო, როგორც ამა თქვა. ეხა რაღაცნაირად არგუმენტათაც ჭირს, ანუ ბოლო 12 წელია, 13 წელია პრინციპში არის ხალხი, რომელიც თავიდანვე ამბობდა, რომ მგონი ოკუპაციასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ეს გადაჭარბებულად მიიჩნეოდა, მაგალითად 10 წლის წინ, ხო? ეხა დღეს უკვე ბევრი რამე უფრო ცალსახაა, მაგრამ ტექნიკურად მაინც დამოუკიდებელი სახელმწიფო ხარ. ტექნიკურად თავრობაც საუბრობს სუვერენიტეტზე მაგალითად, რასაც არის ამ და საბჭოთა ხელისუფლება, ხო? ანუ მოსკოვის დომინაცია იქ ღია იყო და დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა ხა მაგის აღნიშვნა, ხო? ამიტომ დღეს ცოტა უფრო პარადოქსული მდგომარეობა მაქვს თვალსაზრისით, რომ იქ საბჭოთა პროპაგანდა თუ ცალსახად ერწყმოდა რაღაცა რეალობას, ოკუპაციის რეალობასაც მოიაზრებდა თავის თავში, დღეს ღიად პრორუსები არ ვართ თითქოს, ხო, იმიტომ რომ ღირსებით მიდივართ ევროპაში, მაგრამ მეორე მხრივ ევროპაში მიდივართ, რომელიც ამავდროულად არის კატასტროფული ზნეობრივი თვალსაზრისით, ხო? და რომელსაც არ ველაპარაკებთ თავი ხო, თან ვერც ველაპარაკებით ამავდროულად, ამიტომ რაღაცა სპეციფიური ახალი მდგომარეობა არის და ცოტა ეგ ჩემთვის იმედის მომცემიც არის, ნიშნავს, რომ ცოტა პროპაგანდა გაიჭედა, ანუ კი ძლავრი არის, მაგრამ რაღაცა კვანძები ვერ გახსნა, ესე მგონია, ხო და არ ვთქვი როგორ ეს ძველიც და ახალიც რომ განვასხვაოთ პრინციპში, ხო, საბჭოთა პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი, ასე თუ საბჭოთა პროპაგანდა მაშინ მოვიდა, ზუსტად იმ იდეით, რომ ეს ჭეშმარიტი სუვერენულობა ეს არის საქართველოს საბჭოთა კავშირში ყოფნა და არა ვთქვათ მენშევიკების საქართველო, რომელიც არის ისე ბურჟუაზიული დასავლეთის მარიონეტი.
ეს იყო ოფიციალური პროპაგანდა, გარკვეული ახალგაზრდა აქვს ბურჟუები იყო. ესეთი შეგიძლიათ ბიბლიოთეკებში სადღაც ქუჩაში იყიდება ხოლმე პერიოდულად, რაღაც ბენშევიკების დიქტატურა საქართველოში, ანუ ეს იმის შემოbrunება ეხლა რასაც ჩვენ ხედავთ, რომ აი დემოკრატია არის დიქტატურა სინამდვილეში, ომიარი მშვიდობა და ასე შემდეგ ეს ყველაფერი შემოვიდა საბჭოთა პერიოდში და აი ისიც უნდა ვთქვათ, რომ პრინციპში ჩვენ ესე ვთქვათ, 19 საუკუნეს ვერ შევადარებთ ჩვენ დღევანდელ სიტუაციას, ალბათ მე-20 საუკუნესთან უფრო გაგვიებულდება ამ შედარების გაკეთება, იმიტომ რომ რუსეთი მაინც არ არის რუსეთის იმპერიის მემკვიდრე, ეს არის საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, ხო? რუსეთის იმპერია რაც არ უნდა უძახოთ მას, თავის თავს მიიჩნევდა ევროპულ ქვეყანად და თვითონ ასე ვთქვათ მიისწრაფოდა ევროპაში, მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირი თავის თავს მოიაზრებდა, ასე ვთქვათ, ცივილიზაციურ ანტიპოდად დასავლეთის, ხო, მაგრამ მაშინ ეს იყო დამყარებული კონკრეტულ იდეოლოგიაზე, ანუ ეს იყო თქვა რაღაც მარქსიზმი, მარქსიზმ-ლენინიზმი, იქით იყო კაპიტალიზმი, მაგრამ დღევანდელი რუსეთიც თავს მოიაზრებს, ასე ვთქვათ, ცივილიზებულ ანტიპოდად დასავლეთის, ოღონდ აი ამ ცივილიზაციას ხო აღარ აქვს ეს საბჭოთა ისა რა ქვია, მარქსიზმ-ლენინიზმს აღარ ეფუძნება და დიდი ხანი სხვა შორის 10-15-20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ რუსული რაღაცა იდენტობის შექმნა, დუგინი იყო ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ავტორი ამ იდეის, ამ რუსული სამყაროს იდეისაც და რუსული ცივილიზაციის იდეისაც, რომელიც პირდაპირ არის აგებული, ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მაინც შრომა და ჯაფა ამას არ დასჭიროებია, ეს არის აგებული ანტიდასავლეთზე. რუსეთი არის ანტიდასავლეთი. ამათი დუგინის გაგებით, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ დღესდღეობით განსხვავებით თქვათ 2006-8 წლის და 2010 წლებისა, როდესაც რუსეთი იყო ეკონომიკურად ძალიან ძლიერი სახელმწიფო და ნუ ასე ვთქვათ, სოფლიოში იყო წამყვანი მოთამაშე, დღეს ხა ზუსტად გუშინ წინ ნახეთ ამ შანხაის ორგანიზაციის სამიტზე პირველი სახელმწიფო არის ჩინეთი, ინდოეთი, პირდაპირ თქვა სიძიპინმა, რომ ჩინეთი და ინდოეთი ერთად არის, ასე ვთქვათ, ფაქტიურად დახევარით მესამედია სოფლიო იმისი რა ქვია მოსახლეობის, ხო, ორი უძველესი კულტურა და ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად რუსეთსაც იყო, დიდად ამ კონტექსტში რუსეთი არავის არ უხსენებია და ამიტომ რუსეთი იქცევა ახლა ამ ასე ვთქვათ დრაკონის და სპილოს სატელიტად იქცევა ეს დაცი, ხო? ეს არის ის განვითარება, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ, ხო? საქართველოს ამ კონტექსტიდან ამოვარდნილია მთლიანად, იმიტომ რომ დღემდე, ასე ვთქვათ, ამ რეჟიმის იდეოლოგები გაიძახიან რუსეთი, ხო, და ნუ რუსეთი დაიკარგა ამ სოფლიოში. აღარ არის სოფლიო მოთამაშე, აღარ არის გლობალური მოთამაშე, აღარც იქნება. უახლოესი ალბათ, რა ვიცი, 10 წლეულების და შეიძლება უფრო მეტის განმავლობაშიც და ეს არის, ასე ვთქვათ, დაღმავალი გზა, ჩიხია, ხო? აქ აქეთ სიარული ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ჩიხი. შეიძლება სომხეთიც აღარ არის საქართველოს მისი როგორც რუსეთის სატელიტი, ყველა მისი ყოფილი სატელიტი ცდილობს შუა აზიის ჩათვლით, რომ საქართველოს ჩამოშორდეს და მარტო ეს ჩვენი რეჟიმი, რომელიც აზროვნებს რაღაცა წინა, არ ვიცი, ყოველთვის ჩამორჩენილი იყო და მაჩანჩალა და ეხლა ჩამორჩენილია თავის აზროვნებაში, ის არის აკიდებული, ასე ვთქვათ, ცივილიზაციის დაღმავალ რაღაცა εμას გზას, ხო, ამ ჩიხში მიდის პირდაპირ და ამ ჩიხში სანამ ბოლომდე არ მივადა თავს მიამტროს კეთილს ალბათ ვერ მოისვენებს საუბედუროდ მეეთრებს ახლა ამ მთელ საქართველოსაც, ხო? ხო და იმის თქმა მინდოდა, რომ ასე ვთქვათ, ეს სუვერენულობა, ის რომ სუვერენის ნამდვილი სუვერენულობა არის რუსეთის მორჩილება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის საბჭოთა პერიოდში შექმნილი ნარმოთხრობები, რომელსაც პირდაპირ იყენებდა საბჭოთა პროპაგანდა, მათ შორის სტალინი პირადად არის ერთ-ერთი ავტორი ამ იდეისა, რომელიც მერე ნელ-ნელა ასე ვთქვათ, ამ რუსულ საბჭოთა თეორიაში, იქნებოდ ისტორიოგრაფიაში, იქნებოდ ლიტერატურის თეორიაში და იქნებოდ ყველგან ნებისმიერ ადგილას შეხვდებით ამას, რომ აი ნამდვილი სუვერენულობა ეს არის რუსეთთან ერთად ყოფნა. ეს არის ეს იდეა, რომელიც ასე ვთქვათ, მაშინ იქ გაჩნდა. მე მინდოდა ზუსტად დაუბრუნებოდი ისევ ამ რატო არის ისევ აქტუალური ეს საკითხი და ასევე აი ეს მე-20 საუკუნისა და დღევანდელობის შედარება ჩემთვის ძალიან ბევრ სიცხადეს აჩენს რა. სიცხადეს აჩენს მაგალითად რამდენიმე საკითხი. ერთი ის რომ საბჭოთა კავშირზე როდესაც ლაპარაკობ და საბჭოთა რუსეთის ოკუპაციაზე, ხო? ოკუპაციის შემდგომ თავარი გაყალბების, ესე იგი, წერტილი, საიდანაც გაყალბება უნდა დაწყებულიყო, ეს იყო უახლესი წარსული.
ეს იყო მენშევიკების სოციალ-დემოკრატიული პირველი რესპუბლიკის ისტორიის სრულად შეცვლა. რომ ეს ახლო წარსული იმ სხვანაირ აწმყოსთან, რომელსაც შემდეგ ბოლშევიკები თავაზობდა საზოგადოებას, ყოფილიყო თანხwebdriverში და ყოფილიყო იმის არა დაპყრობა და რაღაცა ცვლილება ან შენი ღირსების შელახვა ან ასე შემდეგ, არამედ არაფერი ახალი არ მომხდარა. ანუ ამის შთაგონება, რომ ერთმა პარტიამ მენშევიკებმა, კი არა და ბოლშევიკებმა ჩაანაცვლეს მენშევიკები, ანუ ერთმა პარტიამ ჩაანაცვლა მეორე პარტია, არ ყოფილა ოკუპაცია, ეს იყო ხალხის გამარჯვება, გათავისუფლება და ამ ხალხმა მიაღწია იმ დანაპირებს, რომელსაც დაპირდნენ და არ შეუსრულეს რა, აქამდე არავინ არ შეუსრულა. ახლა მიიღეს ეს დაპირება. ეს მაშინ, როდესაც საქართველოში ხდება თვისობრივად ისეთი ახალი რამ, რაც არასდროს არ მომხდარა იქამდე, ხო, რომ არჩევნები ჩატარდა, მოქალაქეები მივიდნენ საარჩევნო ყუთთან, აირჩიეს თავიანთი წარმომადგენელი, ანუ ესეთი რაღაცა იქამდე არ მომხდარა და ამაზე ეუბნებიან, რომ ეს არჩევანი, თქვენი არჩევანი, რომ ჩვენ ძალით შევცვალეთ, ეს ახალი არ არის. ეს უასე ხდებოდა, აქამდეც უასე იყო და შესაბამისად ანუ ის არ გაქვს იმის საფუძველი, რომ იშფოთო ან წინააღმდეგ წახვიდე ამ ყველაფრის რა. ამას ხედავთ ჩვენ, როცა მაგალითად ახლა 2008 წლის ომში გვადანაშაულებენ სახელმწიფოს საქართველოს, რომ ჩვენ დავიწყეთ ჩვენივე ტერიტორიაზე ომი და ამ რას ემსახურება ეს ქმედება, ჩემი აზრით, რა, რომ პირველ რიგში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რა არის ევროპა, ხო? და რა არის რუსეთი. აქ ძირისძირში ჩემთვის ცხადი არის, რომ ევროპა არის ადამიანის უფლებები და ინდივიდის დაცულობა და სადაც ადამიანის უფლებები და ინდივიდის დაცულობა არსებობს, იქ ყოველთვის არსებობს ცვლილება. ევროპა არის ისეთი წარმონაქმნი, რომელიც სულ იცვლებოდა. იცვლებოდა ხან რევოლუციით შიგნიდან, ხან ერთი ქვეყნის რევოლუციაც გამოიწვევდა რაღაცა ტალღას და შეიცვლებოდა. ან რაიმე გარე ფაქტორი შემდეგ. და ეს ცვლილება, ჩემი აზრით და ჩვენ რატომაც დღეს ვართ ჩემი განმოსახედიდან ევროპული ხალხი, არის ის, რომ ჩვენ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩვენს აწმყოს, წარსულს და მომავალს ტერმინოლოგიურად ვახასიათებთ ევროპული პერსპექტივით. იგივე ეს არის ილიას ყველა ნაწერი ალბათ, რომ ინდივიდი, მოძრაობა, ცვლილება, ჩართვა რაღაცა საზოგადო საქმეში ამის კეთება, ხო, რომ სულ უნდა იმოძრაო, ხო, თვითმოქმედება და სულ ამისკენ ჩაგძახის, ხო? ამის დაგაჩერება და დასუსტება საქართველოში, რომ ამხელა საფუძველი მოარყიო, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ხერხი ამისა არის კოლექტიური შფოთი. ადამიანს, რომელსაც შფოთს დამართებ, ძალიან სერიოზულს რა, მას ეწურება მამოძრავებელი ენერგია. ის ენერგია, რომელიც მისთვის არის ყოველდღე თვალის გახელის შემდეგ, აი დღეს რა ვქნა, ხო? აი ამ ენერგიას წურავს, ნელ-ნელა ანეიტრალებს და ეს შფოთი იყო ზუსტად ომის შფოთი, რომ ომი იქნება, ომი დაგვეტყდება ისევ და რაღაცა რამდენი ხანია 15 წელი კი არა, ხან 5 წელი არ გასულა ისე რომ ომი არ ყოფილიყო, ისევ იქნება ომი. ისევ გავიწყლდებით ჩვენ, ისევ წავაგებთ, ისევ როგორც აქ 2008-ში, როცა ისევ როგორც აქამდე ყოველთვის, ისევ საქართველოდან მოღალატემ ჩაგვაგდო ამ მდგომარეობაში. ჩვენი არაფერი ბრალი არასდროს არ ყოფილა, ჩვენ არაფერი არ გავიკეთებია, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ოღონდ იმისთვის რომ არაფერი მოხდეს, უნდა გაშეშდე. როგორც შფოთი გაშეშებს და
გონია რომ თუ ჩადიეხ წახვალ დაიძინებ და თვალებს დახუჭავ და ესე იქნები შენს ნაჭუჭში ეს სპოტი გაგიulis, ხო? ისე არის, რომ ზუსტად მოძრაობა და მოძრაობა ჩემოთ ერგოს ანტიპოდი არის, რომ უმოქმედობა და იქნები კარგად და არ დაგემუქრება საფრთხე. ეს არის რაღაცნაირად ჩემი გადმოსახედით ერთ-ერთი ის შენაკადი, რომელიც აიძულებს საზოგადოებას ამდენად არალოგიკურ იყოს და ამდენად ხო, ამდენად არ დაინახოს არაფერი, რაც ჩვენ სიკვდილ ხდება. ეგ უბრალოდ ამ იმას მოძრაობაზე საინტერესოა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისტორიას დღეს აი ეგ ნაწილი, პრორუსი ნაწილი, მოდი ეს ვთქვათ რა, ჩვენი საზოგადოების ყველა საკვანძო მომენტს, სადაც ანუ ეს მარტო აგვისტოს ომს არ ეხება რა. ანუ ყველაფერს ეს ეყვებიან, რომ რაღაც სიტუაციებში ჯობდა რომ საერთოდ არაფერი არ გაგეკეთებინა, იმიტომ რომ გარშემო თავისით ხდებოდა. ჯერ ერთი მსოფლიო ისტორიის მამოძრავებელი ძალა დიდი სახელმწიფოებია. ესე უყურებენ. ანუ რაღაცნაირად ეს სახელმწიფოს შიგნით არსებული ცნობიერება იმეორებს საერთაშორისო ურთიერთობებში როგორც უყურებ. ანუ საკუთარ თავზე ამბობენ, რომ აი მოქალაქე უშენოდ მაინც გადაწყდება, ანუ უფროსები გადაწყვეტენ. მთავრობაში იქ ხო იცი ხა არჩევნებზე მისვლას აზრი არ აქვს, რაღაცნაირად ერთნაირად უყურებენ ქვეყნის შიგნით ამბებს და ასევე უყურებენ ხა უკრაინა-რუსეთის ომს, მაგალითად არ აღიქვამენ უკრაინა-რუსეთის ომად. გეუბნებენ, რომ რაღაცა თამაში მიდის, რომელზეც უბრალოდ მართლა მარიონეტი ხარ და თავისით გადაწყდება და უკრაინას რო არაფერი არ გაეკეთებინა, შეიძლება უკეთესი ყოფილიყო და არაფრის გაკეთება რო ავტომატურად ოკუპაციას ნიშნავდა. სრულ მაგას უკვე აღარ აქცევენ ყურადღებას. 9 აპრილზეც ეგეთი ნარატივი მსმენია და ავრცელებენ, რომ უნდა დაგვეცადა, ანუ თავისით ხდებოდა რაღაცა პროცესები და უბრალოდ ერთ-ერთი რაც უნდა გაკეთებინა, ინგრეოდა, ხო, ანუ ჩვენ არ დაგვინგრევა, მე შორს ვარ იმაზე, რომ ჩვენ დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი, მაგრამ 9 აპრილს ჰქონდა თავისი ფუნქცია ჩვენს თავისუფლების ცნობიერების ჩამოყალიბებაში, ხო, ანუ ბრძოლაში და ამ რაღაცა უწყვეტი ისტორიის წერაში, ხო, წინააღმდეგობის. რახან 9 აპრილი ახსენებთ, მინდა რაღაცა თქვა ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ 9 აპრილი გვიჩვენებს ძალიან კარგად სადა ვართ ჩვენ და სად ვიყავით აი ამ რაღაცა ევროპულ საბჭოთა რუსულ ფსევდო დილემაში, რომელიც ამდენში არ არის დილემა, ხო? ახლა 9 აპრილი ჩვენ ვიცით, რომ არის 9 აპრილი, ხო? ჩვენი ლოკალური ისტორიის, ქართული საქართველოს ისტორიის ნაწილია, მაგრამ რო გადავხედოთ 1999 წელს, ხო? გამოსვლები პოლონეთში, გამოსვლები გერმანიაში, ლაიფციგში, ბერლინში, გამოსვლები ვილნიუსში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში. ეს იყო ერთიანი მოძრაობა იმისთვის, რომ რაღაც უამრავი ხალხი, ერი გათავისუფლებულიყო ამ საბჭოთა ბუნებისგან. რა? აღმოსავლეთ ევროპა, მაშინ ჩვენ ვიყავით აი აღმოსავლეთ ევროპის ერთიანი მოძრაობის ნაწილი. მართალია ხარ შენ იმაში, რომ ცხადია ამ მოძრაობასაც შეიძლება არ დაუნგრევია საბჭოთა კავშირი, მაგრამ ისიც არ ყოფილა, რომ ამ მოძრაობებს არანაირი როლი არ შეესრულებინათ ამ საბჭოთა კავშირის დანგრევაში, ხო? ეს ასე დიალექტიკური პროცესი იყო, ერთი იყო მეორეზე დამოკიდებული, მეორე იყო პირველზე დამოკიდებული, ხო? რაღაცა პერესტროიკის გარეშე არაფერი არ დაიწყებოდა, მაგრამ პერესტროიკა არ დაიწყებოდა ჰელსინკის აქტის გარეშე, ჰელსინკის აქტს მოყვა დისიდენტური მოძრაობები და ამ დისიდენტურ მოძრაობებს მოყვა მერე ასე ვთქვათ უკვე ამ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობაშიც იმის გააზრება, რომ რაღაცა რეფორმები აუცილებელია, ხო? და ამ რეფორმების ოდნავ მოშვებული სიტუაციის გამო გახდა შესაძლებელი უკვე ეს მასობრივი მოძრაობები, რომლის ნაწილიც კიდევ ერთხელ გამეორებ ვიყავით ჩვენ. აი 99 წელი, 9 აპრილი, ეს არის საქართველოს პირდაპირი მონაწილეობა აღმოსავლეთ ევროპის არათუ პასიურ ასე ვთქვათ, მოხდენაში, არამედ აქტიური ძალისხმევა ჩვენი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ ევროპის გათავისუფლებაში და ვიღაცებმა, ასე ვთქვათ, ისარგებლეს ამით, აღმოსავლეთ ევროპა გათავისუფლდა, ბალტიის ქვეყნები გათავისუფლდნენ, ჩვენ ეს ჯერ კიდე წინა გვაქვს, უკრაინას ჯერ კიდე წინა აქვს, მოლდოვას ჯერ კიდე წინა აქვს და ჩვენ ეხლა ვართ, ასე ვთქვათ, ვიმეორებთ იმ გზას, რომელიც გაიარეს უკვე სხვებმა, ჩვენმა მაშინდელმა თანამებრძოლებმა და ეხლა ჩვენ უნდა გავიაროთ საბჭოთა კავშირის გრევის პროცესი, რომელიც მაშინ დაიწყო, არ დამთავრებულა და ჩვენ დღესაც მონაწილეობთ ამ საბჭოთა კავშირის გრევის პროცესში და მონაწილეობთ არათუ პასიურად, არამედ დღესაც აქტიურად. ხო, რაც შეეხება აი ამ იმას, პრო ჩვენ პატარები ვართ, პატარა ერი ვართ, საწყალი ერი ვართ, დაჩაგრული ერი ვართ, ყველაფერში ვირტყავთ. ეს არ იყო ესე, ხო? არ არსებობს. ეხლა ჩვენ ვართ ხო ჩვენს საინტერესო ქვეყანა იმითიც, რომ გვაქვს ესეთ საინტერესო მარიონეტების თეატრი, რეზო გაბრიაძის თეატრი. ეს მარიონეტების თეატრი საინტერესოა, იმიტომ რომ მარიონეტი რა ყველაზე არათავისუფალი თოჯინაა, ხო, ვიღაცა ჭირდება რომ ამოძრავებდეს და იქ არიან ესეთ პერსონაჟები, როგორც არის ჩიტი, ბორისი, ჭიანჭველა, ვიღაცა, ხო? აი ყველა ამ პერსონაჟს, ყველა ამ პატარა ადამიანი იქნება, არსება იქნება, ჩიტი იქნება, თუ ჭიანჭველა იქნება, ყველას აქვს თავისი ღირსება, თავმოყარეობა და იმის შეგრძნება, რომ მას შეუძლია რაღაცა გააკეთოს და შეცვალოს
თუნდაც მიკროსამყაროშიც და მაკროსამყაროშიც, ხო? სტალინგრადის ბრძოლა არის, ხო? ცხენი არის, იანჯველა არის, რაღაცები არიან. იქაც ისინი ფიგურირებენ, როგორც ასე ვთქვათ, თანაზომადი პერსონაჟები მსოფლიო დრამისა, ხო? აი ეს ღირსების გაგება ეს ძალიან კლდიაშვილისეული, გაბრიაძისეული, ხო? ეს ძალიან ორგანული რაღაცა არის ქართული კულტურისთვის, რომ მიუხედავად ჩვენი სიმცირისა, მაინც გვეთქმის რაღაცა სიტყვა. თუნდაც ამ გლობალურ აშპასპარეზზე ესეც ყოველთვის იყო დამახასიათებელი ქართული კულტურისთვის და ამ მოძრაობისთვის, თავისუფლებისთვის, თვითმოქმედებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, არა ვართ, მაინც რაღაცას გავაკეთებთ, ხო? რაც არ მერად რაც არის, ასე ვთქვათ, ამის გამოხატულება, ხო? ცუდად ვთქვი, მაინც არა ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება. სურო იღუპებოდე და ყვებოდე და სულ არაფერი არ ხდებოდეს, მაინც აი ეს განწირული სულისკვეთება შენი გამოძრავებელი ძალა არა, ეს არის, ასე ვთქვათ, აი ამ კოლონიური დაჩაგრული პატარა ქართველობის სიმნირო, რაც არ უნდა იყოს, მე მაინც მაგ ჩემი ღირსება და მაინც ვიბრძვი ამ ჩემი თავისუფლებისთვის. საკითხს რომ დაუბრუნდეთ მაინც რომ ეს რუსეთი როგორც ევროპა შემოვიდა ჩვენს რეგიონში, იმიტომ რომ მე მგონია რომ ეს არის ერთ-ერთი ესეთი ძალიან კარგად მომქმედი მითი საბჭოთა წარსულიდან, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად მემკვიდრეობით მიღებული, რომელიც გვაჯერებს ჩვენ იმას, რომ აი რუსეთმა შემოიტანა ევროპეიზაცია საქართველოში კულტურის და შესაბამისად ცივილიზაციაც, ანუ ევროპეიზაცია, როგორც ისე იგი თვისობრივად თითქოს მაღალ საფეხურზე მდგომი კულტურა და ნუ შესაბამისად გაგვა კულტურულა, ხო? ანუ ეს იყო ის როგორც დავუშვათ იგივე ეს რუსი რომანტიკოსებიც უყურებდნენ, ხო, ჩვენს რეგიონს, ეს ცნობილი კოლონიალური კლიშე, ველური კავკასია, ძიგი კავკას, ხო, რომელსაც არა ერთ რუს პოეტთან ხვდებით და ასე შემდეგ. და აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს ჩვენ უკვე, როდესაც აი თავისუფალი საქართველოს მოცემულობიდან ვუყურებთ საკუთარ წარსულს, შეგვიძლია ძალიან კარგად დავინახოთ თუ რუსეთმა მაშინ, როდესაც აი ამ ქართლ-კახეთის სამეფოს პროტექტორატს უცხადებს, როგორ იწყებს იმავდროულად იმ ევროპული კვალის წაშლას, რომელიც მანამდე საქართველოში არსებობს. და ეს არსებობს იმ კათოლიკე მისიონერების სახით, რომლებიც ძალიან უხვად არიან წარმოდგენილი მაშინ საქართველოს ტერიტორიაზე, ხო? ჯერ კიდევ მე-13 საუკუნიდან იწყება პირველი დომინიკანელთა ორდენის წარმომადგენლები, როდესაც ჩდებიან საქართველოს ტერიტორიაზე და მე-17 მე-18 საუკუნეებში აქ არის არაერთი ევროპული, აი ეს კათოლიკე ორდენის წარმომადგენლები მოღვაწეობენ, მათ აქვთ გახსნილი სკოლები, სადაც ბავშვებს ასწავლიან ლათინურს, იტალიურს და წერა კითხვას ასევე ქართულადაც. არის არაერთი იტალიურ-ქართული ლექსიკონი შედგენილი თვითონ ამ მისიონერების მიერ, რომლებიც ვატიკანში იბეჭდებოდა და შესაბამისად, ანუ ევროპა არის წარმოდგენილი საქართველოში კულტურულად. ამისი კარგი მაგალითი არის აი ლიტერატურული წყაროს სახით, მაგალითად ანტონ კათალიკოსის სპეკალი, ხო, რომელშიც ის ცალსახად ციტირებს აი ამ ევროპული თეოლოგიური ტრადიციის მნიშვნელოვან ფიგურებს, ხო? იქ არის ალბერტ დიდი, ალბერტუს მაგნუსი არის მისთვის შეუვალი ავტორიტეტი, რომელსაც ყველაფერში იმოწმებს და ასე შემდეგ. და შესაბამისად აი ამის წაშლის მცდელობა იყო გარკვეული თვალსაზრისით, რითიც შემოვიდა რუსეთი ჩვენს რეგიონში და აი ამ გამოცდილების დავიწყების, ესე რომ ვთქვათ, ხო? აქ ანტონ კათალიკოსთან მიმართებაში საინტერესო არის ისიც, რომ აი როდესაც მას თეიმურაზ მეორე გაასახლებს რუსეთში, როდესაც მას ბრალს დაასდებენ კათოლიციზმის გავრცელებაში და ამის გამო აიძულებენ რომ დატოვოს ქვეყანა, რუსეთში აი ამ ექსოდუსის მოდუსში აღმოჩენილი, იქაც კი ის ცდილობს, რომ ევროპული კულტურა შეითვისოს და ის გადმოაქართულოს. ანუ მთელი ანტონის სკოლა, რაც ჩვენ დღეს გვაქვს ხელთ, ეს არის სწორედ მისი, ასე ვთქვათ, მის მიერ სელექცირებული დასავლეთ ევროპული ტექსტები, რომელსაც ის მიიჩნევს, რომ ეს არის იმ პერიოდისთვის მოწინავე და ამას თარგმნის. და თარგმნის რას? ლაიბნიც ვოლფის სკოლის პოპულარიზატორს, ქრისტიან ბაუმაისტერს, რომლის სახელმძღვანელოებიც იმ პერიოდისთვის არის როგორც ევროპაში, ასევე რუსეთში ძალიან პოპულარული და შესაბამისად
შესაბამისად ის მიიჩნევს, რომ აი ამის თარგმნის საშუალებით საქართველოში შემოიტანოს თანამედროვე ფილოსოფია. და ეს არის ლაიბნიც ვოლფისეულის სკოლა. ასევე თარგმნის მაგალითად მე-17 საუკუნის ცნობილი სისტემატიზატორი იყო თომა აკვინელის თეოლოგიურ ფილოსოფიური შრომებისა ანტუან გოდინი. მის ტექსტებს, თუმცა აქ ალიტერაციით, ასე ვთქვათ, ეს სახელი და გვარი ცოტა სხვანაირად გადმოდის ქართულად. ანტონ კოვიდი, ასე აქვს, ასე ვთქვათ, გადმოტანილი კოვიდი ხან, ეს ზოგიერთ ხელნაწერში ესეა. მაგრამ თავისთავად ეს არის ძალიან საგულისხმო რამ, ანუ რუსეთი მისთვის ხდება საშუალება და გზა იმისათვის, რათა ის დასავლეთ ევროპულ კულტურას წვდეს და ის ქართველისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. და შესაბამისად ის თავისი მეორე გვიანი ფილოსოფიური შრომა კატეგორია სიმეტნე, რომელსაც უკვე 60-იან წლებში წერს მე-18 საუკუნისა, იქ მას პირდაპირ აქვს წამწვარებული, რომ სათაურად, ასე ვთქვათ, განმარტებად, რომ ეს ტექსტი შექმნა ანტონმა, რათა სქოლასტიკოსების ნაზრები და ასევე თანამედროვე ფილოსოფია გადმოექართულებინა და თავისი მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა. აი ეს, ასე ვთქვათ, სწორება დასავლეთზე არის ძალიან ნიშანდობლივი. და აქ საგულისხმო არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთშია მაგალითად ის თარგმნის აი ქრისტიან ბაუმაისტერის ფიზიკას და არა დაუშვათ ლომონოსოვის ფიზიკას, ხო? ანუ რაღაცნაირად საგულისხმო ფაქტია ეს, ხო? და ნიშანდობლივი ფაქტია, რომ აი ეს განცდა იმისა, რომ ის მეორეულ ევროპაშია და არა უშუალოდ იმ ევროპაში, რომლისკენაც ისწრაფოდა საქართველოს კულტურულად ქრისტიანობის მიღებიდან მოყოლებული, ხო? აი ეს განცდა როგორც ჩანს მასთან არის. და ეს თვალსაჩინო იყო იმ რუსეთში, რომელშიც ის აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ დაუშვათ ეს ფრანგული პარიკით და ასე ვთქვათ შლეიფით შენიღბულია, მაგრამ ის რომ ევროპა არ არის, ასე ვთქვათ, ეს მისთვის, ასე ვთქვათ, თვალსაჩინო. და თვითონ აი ეს განცდა მე მგონი საგულისხმო არის და ამის უგულებელყოფა და იმის თქმა, რომ რუსეთი როგორც ევროპა შემოვიდა ჩვენს სინამდვილეში, მე მგონი იქნებოდა რაღაც აი ამ რუსულ კოლონიალისტურ ისტორიულ ნარატივში დარჩენა და ამისგან უნდა გავთავისუფლდეთ აპოტეკარის ყოველს. ეგ ერთ-ერთი არის მხოლოდ იმ მითთაგანი, იმიტომ რომ რაღაც ბოლო ერთ თვის განმავლობაში რამდენიმე ბევრი ის შემხვდა მსგავსი პოსტი Facebook-ზე, მადლობა რუსეთს პათოსით. რისთვის? ხო და ბევრი რაღაცისთვის, ბევრი რამე ეწერა ძალიან. ძირითადად ლანძღავდნენ თქვა ოპოზიციონერებს, რომ თქვენ დაივიწყეთ ისტორია, ნამდვილი ისტორია და აბა მოდი ახლა ეს ახსენით. მაგალითად, საქართველოს გაერთიანება. ანუ რუსეთს უმადლიან არა მხოლოდ ევროპის შემოტანას, ანუ ვორონცოვის მთელი პერიოდი ხო ბრწყინვალე განმანათლებელ პერიოდად არის შერაცხული, რაც აი ეს გაჩნდა, ინდუსტრიალიზაცია, ბიბლიოთეკა, ოპერა, ანუ რა ვიცი, ხალხი აქ კულტურული გავხდით, დავდიოდით ჩუსტებით, მეხა დავდივართ წკაპუნებით. მეორე იყო ეს გაერთიანების საკითხი, რომ ამას როგორ ივიწყებთ იმას, რომ რუსეთამდე ჩვენ ვიყავით დაშლილები და რუსეთის შემდეგ ჩვენ გამოვედით, ამას მგონი ერთ-ერთი რაინდა წოდებული პოლიტიკური აქტორიც ხშირად ამბობდა ხოლმე, რომ ჩვენ შევედით დანაწევრებული და გამოვედით მთლიანი საქართველო, ამიტომ როგორ შეიძლება ეს დაუვიწყოთ მას. ხოთშორის მაგას ამაოდ არ ახსენებდნენ, იმიტომ რომ რაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეხლაც მსგავსი მოდელი შეიძლება შემოგთავაზოს აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთის ფრთის ქვეშ გავერთიანდა. ძალიან პრობლემური იქნება მაგის რაღაცნაირად დალაგება, მაგრამ ხო იდეა ეგ არის, რომ აი ის წარსულში გვაქვს ამის გამოცდილება. და მეორე პერიოდი არის საბჭოთა პერიოდი. აქ საბჭოთა პერიოდზე ცალსახად ინდუსტრიალიზაცია არის ის, რაზეც მადლობას უხდით და ის ქართული კულტურის, მათ შორის ლიტერატურის განვითარებაც, ხო? ანუ აი კონსტანტინე გამსახურდია ხომ არსებობს და მის გამო რატომ უნდა უთხრათ მადლობა, ხო? რამდენიც არსებობდა? ხო და მე მინდა რაღაცნაირად მოვიყვანოთ ძლიერი არგუმენტი, იმიტომ რომ ის გამოიყურება ძლიერ არგუმენტებად იქით ამ მხრიდან. მაგალითად გაერთიანების საკითხი გამოიყურება ძლიერად იქით ამ მხრიდან. როცა უსმენ რომ ხო მართლა დანაწევრებული შევიდა, კი ცალსაკე დაგვიპყრეს, მაგრამ ერთიანად გამოვიდით. რატომ არ არის ეს პლუსი? ერთი მაგალითი რომ მოვიყვანო უბრალოდ ან მაგალითად ეს ზესტაფონის ფეროს ქარხანა რაც არის, ცდები ამ ქარხნის
ღუმელებზე პირველად ვინც დამკვიდრა და ჩაატარა არის გიორგი ნიკოლაძე, რომელიც მამამისმა ნიკო ნიკოლაძემ გაუშვა პეტერბურგში კი ბატონო, მაგრამ ჩამოდის და აქ ნერგავს თბილისში ჯერ ამ რაღაცა მისი ღუმელის პროტოტიპს აკეთებს, სამწუხაროდ ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაგრამ შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირში ის რაღაც საბჭოთა კავშირი იგებს, ასე ვთქვათ, მისი შრომით, ხო? ანუ როცა რაღაცა ფეროს ხსნის, ხო? და პრინციპში მთელი ეს პირველი პერიოდის ინტელექტუალები ვინც იყვნენ და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდნენ, იქნებოდნენ ეს ვთქვათ საწარმოების თუ ქარხნების მუშები და ასე შემდეგ, არის ის თაობა, რომელიც ზუსტად ვთქვათ მოყოლებული მე-19 საუკუნიდან მოდის. ბანდანუმის იდეა, ასე ვთქვათ, აკაკი წერეთლიდან მოდის და რაღაცა ცხადია რომ საბჭოთა კავშირში რაც ხდებოდა ბევრი რა მათ შორის აი ამ იმისი რა ქვია ჭაობების დაშრობის და ციტრუსების გაშენების იდეაც მე-19 საუკუნიდან მოყოლებულია და ის ბევრი რაღაცა რაც საბჭოთა მოდერნიზაციის პროექტებში იყო იქამდეც არსებობდა მაგრამ ეს არ არის მთავარი ამ შემთხვევაში მთავარი ესეც მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა მაგრამ მთავარი არის ის რომ თავისთავად ის იდეა რომ შენ ასე ვთქვათ არსებული კოლონიზაციის პირობებში რაღაცა მოხდა ამას უწერ შენ ასე ვთქვათ პლუსად შენს კოლონიზატორს და დამპყრობელს ეს იდეა არის თავისთავად მახინჯი იმიტომ რომ შენ არასდროს არ იცი რა იქნებოდა და როგორ იქნებოდა მაშინ რომ შენ გქონოდა თავისუფლად არსებობის შესაძლებლობა ხო დემოკრატიულ საქართველოს პირველ რესპუბლიკაში გქონოდა თავისუფლად არსებობის შესაძლებლობა იმ ხნის განმავლობაში რა ხნის განმავლობაში ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაწილი კაცმა არ იცის რა როგორი და რანაირი ინდუსტრია და აყვავება და ასე შემდეგ იქნებოდა მათ შორის კულტურული იქ ხო ეხლა კულტურაზე გადმოვიდეთ, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ საბჭოთა კულტურა და კონსტანტინე გამსახურდია და ასე შემდეგ საბჭოთა პერიოდში, ხო? საბჭოთა საქართველოს 20-იანი წლების, 20-იანი წლების საქართველოს მოდერნიზმის თვალსაზრისითაც არ მარტო სახელმწიფოებრივი თვალსაზრისითაც, კულტურული მოდერნის თვალსაზრისითაც არ იყო პერიფერიული ქვეყანა, ხო? ეს იყო ერთ-ერთი ცენტრი, თბილისი იყო ერთ-ერთი ცენტრი მსოფლიო ავანგარდის 1910-იან წლებში. ხო? მრავალეროვანი ავანგარდის თბილისი იყო მრავალეროვანი ქალაქი და ეს მრავალეროვნულობა და მრავალენოვნებაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ გქონდა ძალიან სერიოზული მოდერნი, რომელიც საბჭოთა კავშირმა ფაქტიურად რომელსაც გადაუარა და მოსპო, ხო? მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, პავლო იაშვილი, ხო რა, მიწიშვილი. უამრავი ადამიანი, ხო, ხა დახვრეტილების სიას რო არ ჩამოვყვეთ და ესე გაძალით, ვინც იყო, ვინც მნიშვნელოვანი ავტორი ყავს ჩვენ სოციალისტურ რეალიზმში, ყველა არის ყოფილი მოდერნისტი. რომელიც აი ესე პისტოლეთ დადებული უბრალოდ აიძულეს რომ ეწერა რაღაცა სტალინის საქებარი როგორც გიორგი ლეონიძეს ხო სტალინის ბავშვობა და ყრმობა კონსტანტინე გამსახურდია ბელადი და ასე შემდეგ ხო ეს იყო ხალხი რომელიც ნუ საკუთარი თავის გადარჩენის და ამას ჩვენ ვერანაირად ამ ხალხს ვერ დავდებთ ბრალად რომ რატო ვთქვათ არ შეეწერნენ მსხვერპლად და რატო არქნეს ისე და რატო არქნეს ასე არა ყველა იყო კარგი მოდერნისტი მწერალი რომელიც ასე ვთქვათ შუბლზე დადებული პისტოლეტით გახადეს სოციალისტური რეალიზმი და როგორც კი მოკვდა ეს სოციალისტური რეალიზმი სტალინი როგორც კი და ეგრევე გოგოლდეონიძემ დაწერა რა ნატურის ხე რომელიც არის ასე ვთქვათ ამ ქართული დათბობის და პოსტსტალინისტური ლიტერატურის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი ტექსტი ხო ანუ ის რომ ჩვენ ასე ვთქვათ საბჭოთა კავშირში და კოლონიურ გარემოში რაღაცა მოგვცეს ის კი არ არის მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანია ის რომ ამ კოლონიურ პირობებშიც კი ჩვენ შევძელით რაღაცა შეგვექმნა და განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში ესეც საქართველოს ისტორიაში არის უნიკალური რუსეთის სხვა ასე ვთქვათ დაპყრობილ ქვეყნებს შორის ჩვენ შევძელით მოგვეგო რუსეთისთვის ომი კულტურული სუვერენიტეტისთვის, კულტურული ჰეგემონიისთვის. საქართველოს შეინარჩუნა თავისი კულტურული ჰეგემონია მე-19 საუკუნეში. რუსეთის საქართველოს ვერ გაარუსეს. რუსულმა კულტურამ ვერ შეჭამა ქართული კულტურა, განსხვავებით ვთქვათ წერაკითხვის გამავრცელებას საზოგადოებას აქვს მაგაში ლომის იყო, ხო, საქართველოში სხვა სიტუაცია იყო და პირიქით გამოიმუშავა ესეთი ძლიერი რაღაცა, ან კულტურული ნაციის იდეა, კულტურული ერის იდეა, ილია ჭავჭავაძის და თერგდალეულების თაოსნობით, რომელიც გახდა მერე საფუძველი არა მარტო პირველი რესპუბლიკისა, არამედ ყველაფერი იმისა, რაზეც ჩვენ გევართ დღეს. ხო, ანუ ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოებრიობა მოდის პირდაპირ აი ამ იდეიდან, რომელიც მე-19 საუკუნეში გამოიმუშავეს. ანუ ის კი არა, რომ ჩვენ რაღაცისთვის მადლობლები უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა ვთქვათ, მადლობა უთხრეთ იმ ხალხს, რომლებმაც მიუხედავად კოლონიური პირობებისა შეძლეს და შეინარჩუნეს კი არა, შეინარჩუნეს
ქართული კულტურა, რომელსაც ვეფუძნებით ჩვენ დღეს. აი ეს არის მნიშვნელოვანი რუბრი. მან და ინდუსტრიალიზაციაზე უნდა ითქვას უბრალოდ რომ თვითონ მე-19-20 საუკუნეს მთელ მსოფლიოში არის ინდუსტრიალიზაციის ხანა, ხო? ანუ ამ შემთხვევაში იქნებოდი რუსეთის მიერ დაპყრობილი თუ არ იქნებოდი, ეს ინდუსტრიალიზაცია ყველა ქვეყნის კარზე დააკაკუნა და ჩვენთანაც დააკაკუნებდა რაღაც ფორმით რა. ანუ ესე ვთქვათ, ამის უბრალოდ აღმოჩნდა რომ იმ პერიოდში, იმ საუკუნეში ჩვენ ვიყავით რუსეთის კოლონია და ნუ ხო, შესაბამისად, ასე ვთქვათ, მისი ნიშნები რო არ ქონდეს მე-19 საუკუნეში ან თუ მე-20 დასაწყისში რომ ჩვენ რაღაც მიმართულებით მივდიოდით, მაგალითად ვიცოდით რა იყო დემოკრატია, ხო? ხო, რაღაც სხვა. ის იყო ან სხვა კოლონიებს სხვა ის ქონდათ, ხო, ისტორია ქონდათ. და ჩვენ შემთხვევაში გაქვს კონკრეტული გეზი და ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ პოტენციაში ჩვენ მივახცევდით იმას, რაც უკვე მიღწეული ქონდა იმისთვის, რაც თქვათ სხვებისთვის ოცნება იყო, ხო? თქვათ გერმანიაშიც კი გაუწყისთვის ამ ტიპის სახელმწიფოს არსებობა იყო უცნაური, ხო? ხო, არა, ჯერ თუნდაც იგივე პირველი რესპუბლიკის გამოცდილებას რო შევხედოთ, ხო, ის რომ ქალებს არ მხოლოდ პასიური საარჩევნო ხმის უფლება ჰქონდათ, ანუ არა მარტო არჩევნებში მონაწილეობდნენ, არამედ აქტიურადაც ესე იგი არ იყვნენ წარმოდგენილნი პარლამენტში, არჩეულნი იყვნენ როგორც პოლიტიკური სუბიექტები პარლამენტში, ეს არის იმ დროისთვის წარმოუდგენელი პროგრესი, ხო? იმიტომ რომ გერმანიაში მაგალითად ხმის უფლებას ქალები იღებენ, ну ჩვენ ვასწრებთ, ასე ვთქვათ, რაღაცა 1 წელი, ხო? ანუ და 1 წელი ახლა იმ დროისთვის არის საკმაოდ ესეთი. ხარ რაღაცა ევროპის სახელმწიფოებია, სადაც 60-იან შვეიცარიაში 70-იან წლებში მოხდა. აქ რაც ზალი რო საუბრობ და კიდე ერთი ესეთი არგუმენტი გამახსენდა და ძალიან საინტერესოა, რომ შევადაროთ, ანუ ჩვენ რას უფასებთ, ვთქვათ, იმპერიის ილია ჭავჭავაძის სოთერ დალეულებს და მაგ თაობას რომ შეძლეს იმპერიაში ამ თავის კულტურული იდენტობის შენარჩუნება და მეტიც, ხო? იმ დონეზე წინ წამოწევა, რომ ფაქტიურად გააგდეს რუსეთი, ხო? რუსი ქართველები ეს დავარქვათ, ხო, პირობითად, ან რუსეთის მომხრე ქართველები ქართველების სიმაგრეს ხედავენ საბჭოთა კავშირში მოქმედი გვიანდელი პერიოდის ქართველებში, დაახლოებით იგივენაირად აღწერენ, რომ ქართველებმა შევძელით, რომ ყველაზე კარგად გვეცხოვრა საბჭოთა კავშირში. გვიანდელ პერიოდში კორუფციის აყვავების ხანაზეა საუბარი. ხშირად მომისმენია ეს არგუმენტიც, რომ აი რა გვინდოდა სიტყვაზე, ანუ ყველაზე კარგად ჩვენ ჭამდით, ჩვენ სვავდით, რა ვიცი, ღვინო გქონდა. დიდათ არაფერს ცენზურა ჩვენ არ გვეხებოდა, რაც ვიღებდით სხვა ფილმს, რომელიც აი მოუარა ცენზურას და ხრიკებით და ასე შემდეგ, მაგრამ კორუფციაც ამ იდენტობის ნაწილი არის. ანუ კორუფციაზე არ საუბრობენ როგორც ნეგატიურზე, ანუ ამბობენ, რომ დიახ, ხო, კორუფციით იყო, რომ ამას ვახერხებდით და იგი იყო კარგი. ანუ ჩავდიოდით მოსკოვში, ღვინის ბოთლებით და საქმეებს ჭრიდით მაგალითად, რა. ანუ ეს იმპერიასთან შეგუების ორი მოდელი გაქვს. ხო, ერთი მხრივ გაქვთ ერთდავალებები, როგორც რეაქცია და როგორც წინააღმდეგობა კულტურული ჰეგემონიის წინააღმდეგ და მეორე მხრივ საბჭოთა კავშირი გაწვება და შენ კორუფციით ცდილობ რომ შექმნა ახალი ტიპის უკვე მერამდენი თაობა, რომელიც სოციალური ინჟინერიით იქნა გამოყვანილი, ხო? ანუ ახლა ჩვენ რაღაცა 20-70-იანი წლების მიწურულს 80-იანების პერიოდის ადამიანებზე ვსაუბრობთ, ხო? ანუ ესე იგი ქართულმა საზოგადოებამ ჯერ თუნდაც იგივე მეფის რუსეთის კოლონიზების პირობებშიც განიცადა საკმაოდ დიდი წმენდა ამ შემთხვევაში და რაღაცა მორალური დეგრადაცია იმ თვალსაზრისით, რომ საუკეთესო ნაწილი მოსახლეობის თუნდაც იგივე 1832 წლის აჯანყებას შეეწირა, ხო, სოლომონ დოდაშვილი მაგალითად არა და კიდე სხვებიც და შემდეგ უკვე ის ტოტალიტარული რეპრესიები, რომლებსაც საბჭოთა სინამდვილის მოცემულობაში ჰქონდა ადგილი და ხო, უკვე ეს არის ალბათ საბჭოთა სინამდვილეში გამოზრდილი სადღაც მესამე თაობა, რომელმაც უკვე აი ეს გზა არჩია, ხო, რაღაცა ჩათრებას რომ ჩაყოლა სჯობია, ხო, მაგრამ მე მგონი მარტო მაგითი ვერ ვიმსჯელებთ ჩვენ თლიანად აი 70 წლის პერიოდში მყოფ ქართველებზე, იმიტომ რომ აქ გვაქვს ჩვენ 1924 წლის აჯანყება, აქ გვაქვს ჩვენ იგივე 1956 წლის რეპრესიები, რომელიც შესაბამისად სპეციფიკური ამბავი არის. სპეციფიკურია, მაგრამ კარგად
აქაც შესასწავლიც არის. მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ შესაძლოა რომ მაგ პერიოდზე, აი მაგ სტალინის გარდაცვალების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საქართველოში ჩვენ ისევ აი საბჭოთა კლიშეთი განვიხილავდეთ ამას, იმიტომ რომ მაგალითად კოტე მიქაბერიძის ბიოგრაფიას თუ კი ჩავხედავთ, ვნახავთ რომ იქ ის ამ პერიოდში რაღაც პროკლამაციებით გამოდის და ამბობს რომ ხო საქართველოს უნდა გათავისუფლდეს აწი. იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა თითქოს ესე იგი რაღაცა ნაწილმა საზოგადოებისა, რომელიც ჯერ კიდევ ხიზელია, მიიღო როგორც ნიშანი, რომ დიდი ცვლილება ხდება და ეს არის დრო. ხო, აი რაღაც იმ თვალსაზრისით რომ ამბობდით რომ დაელოდეთ ვიდრე დრო დადგება. ხო, აი რაღაცა ზოგმა ჩათვალა რომ ეს იყო სწორედ ესეთი დრო. ზოგისთვის ეს იყო იგივე მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი და ვიცით რომ დავუშვათ ამ გერმანიის მხარეს არსებობდა ეს ქართული ლეგიონი და შესაბამისად მათთან თანამშრომლობის ბრალდებით ან ეჭვით ძალიან ბევრი გერმანული ენის მცოდნე და გერმანიასთან კულტურული კავშირების მქონე ადამიანი განადგურდა რა 40-იან წლებში. მაგალითად მოსეგოგი ბერიძე, ადამიანი, რომელიც ნიკოლაი ჰარტმანთან სწავლობდა, მასთან დაიცვა დისერტაცია გერმანიაში და მაშინ, როდესაც საქართველოსთან რუსული ოკუპაციის მერე გარბოდნენ, ის 1922 წელს დაბრუნდა საქართველოში უკან და გადაწყვიტა, რომ ეს თავისი გერმანული გამოცდილება საქართველოში ამ ახალ გახსნილ უნივერსიტეტში დაეფუძნებინა და თაობები აღეზარდა, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ 42 წელს დაიჭირეს და შესაბამისად 10 წელი გაატარა ბულაკში. ანუ გარდაიცვალა იქ ასევე ცხადია, ხო? ანუ ეს არის აი პერმანენტული წმენდა ტვინებისგან საზოგადოების და შესაბამისად ეთიკურად და მორალურად მისი საუკეთესო ნაწილისაგან, ხო? ხო, მაგრამ შვილი რატო იღებს ორი მოცემულობა აქვს, ერთი ვაშკაცი მებრძოლი, დიმიტრი ყიფიანის მაგა ინტელექტუალი, რომელიც სიცოცხლე დადობს სონზე, ხო? შეიძლება ეს მოლოდინი არ ქონდა რომ მოეკლათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბედავს, ხო? და მეორე მხრივ გაქვს აი ეს მიდგა-მოდგა ხალხი, ხო? ანუ როცა შენ საკუთარ ისტორიას უყურებ, ყველაზე მდარე ტიპი რატომ დაირჩიო შენს წინაპრად, როგორც ქცევის ისა, ხო? მაგალითად რაღაცა წიგნზე მაგაზე და შეიძლება მოგლეში. ხო, ეს არის მართლა საბჭოთა პერიოდში ჩდება მე-19 საუკუნეში ბურჟუაზია საქართველოს დიდად არ აყავს და ვინც არის ეს ბურჟუა სოლომონ ისაკის მეჟანოვაშვილი და ასე შემდეგ, ყველანი თავის ზომავენ, ასე ვთქვათ, რაინდობის პერსპექტივიდან, ხო? თვითონ გრძნობენ, რომ არიან, ასე ვთქვათ, ამ რაინდულ იდეალთან შედარებით ესეთი, რა ქვია, არასრულფასოვანი ხალხი. ხო, ანუ ეს ბურჟუაზიული ფასეულობა ამ პერიოდში არ არის და ჩდება აი ზუსტად ამ დროს, სადღაც 40-იანი, 50-იანი წლებიდან ქართული ლიტერატურას თუ გადავხედავთ, ომის შემდეგ იწყება და მაშინ ჩდება აი ეს წარმოდგენა, რომ ფულს აქვს რაღაცა ღირებულება, ფულის ქონა არის კაი რაღაცა და აი მაშინ უპირისპირდება ამ რაინდობა და ფული ერთმანეთს უპირისპირდება და ეს არის დასაწყისი იმისა, როდესაც ფული ჯაბნის რაინდობას. დღეს აი ჩვენი რეჟიმის პირობებში ეს ასე ვთქვათ, ფული რაინდობის წინააღმდეგ არის ასე ვთქვათ ამათი გამარჯვებული იდეოლოგია შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ აქაც საბჭოთა პერიოდშიც არის ძალიან საინტერესო რაღაცა, ხო? ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ეს საბჭოთა პერიოდში ეხა ვიღაცები ამბობენ, რომ აი მაშინ კარგად ცხოვრობდით და ასე შემდეგ. ეს დილემა ქართულ ლიტერატურაში აქვს მართლა 60-იან წლებში, 70-იან წლებში და 80-იან წლებში და ყოველთვის ამას ძალიან დიდი გულისტკივილით აღნიშნავს, ხო? ანუ გურამ ფანჯიკიძესთანაც რო შევხედოთ, ნოდარ წულეისკირთანაც რო შევხედოთ, რა ვიცი, ვისთან გია ქარჩხაძე რა ქვია, ჯემალ ქარჩხაძე. ხო, ყველასთან ეს დაპირისპირება არსებობს და ყველასთვის აი ეს ასე ვთქვათ, მიდექი მოდექი ვიღაცა ესა რა ქვია, კომბინატორის ტიპი არის უარყოფითი ტიპი, რომელიც ასე ვთქვათ, აი ამ ქართველობის გადაგვარების ბაცია. ეგ ლიტერატურაში. ლიტერატურაში. და ასევე კინოშიც გვაქვს ესეთი რაღაცა, იმიტომ რომ ქართველი ასე ვთქვათ, ინტელექტ ზუსტად ის ხალხი, რომელთან ჩვენ ვაბაყობთ, რომ აი საბჭოთა კავშირში გქონდა ესეთი კაი კინო ლიტერატურა და ასე შემდეგ. იმათთვის ეს რაინდული თვით შეგნება, რომ ჩვენ ვართ ასე ვთქვათ, ქართველი რაინდების მემკვიდრეები დღესდღეობით არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, ხო? მონანიება არის ამაზე აგებული, სანდრო ბარათელი არის ზუსტად ასე ვთქვათ, ამ ქართველი რაინდების შთამომავალია რა. მაგრამ 84 წელს მოხდა ძალიან საინტერესო რაღაცა, ვიქტორ ასტაფიევი იყო ესეთი რუსი მწერალი, რომელმაც დაწერა წიგნი, რომელიც საქართველოში გამოიწვია ვულკანის ამოფრქვევა, მიწისძვრა და რაღაც უბედურება, ხო? სიმურების ჭერა საქართველოში, სადაც ქართველი ყავს გამოყვანილი, აი ზუსტად მიდექი მოდექი ტიპად.
კომბინატორად, აი ფულის ხამად, მელეხად, ხო, როცა სადღაც იმაში ზუგდიდის ბაზარს აჩვენებენ, რომ აქ შეგიძლია იყიდო ყველაფერი, უმაღლესის დიპლომიდან დაწყებული ატომური ბომბით დამთავრებული, ხო? და ამბობს, რომ აი ქართველი, რომელიც აი ეს რაღაცა ტარიელის და იმის შთამომავალი უნდა ყოფილიყო, გადაიქცა ვიღაცა ვაჭრუკანად, რომელიც მოსკოვის ბაზარში ყიდის აი ყვავილებს, ხო? აი ესე უყურებდა, ასე ვთქვათ, ესეთი იმპერიული რუსი, აი ზუსტად ამ ტიპის ქართველს, კი, ცხოვრობდა კარგად, მაგრამ მის წარმოდგენაში ეს იყო ზუსტად აი ეს რაღაცა ყვავილებით მოვაჭრე, ვიღაცა გაიძვერა მამაძაღლი, რომელიც ასე ვთქვათ, ფულს აკეთებდა ვიღაცა სხვის ხარჯზე და მისთვის ეს იყო ყოველთვის ასე საზიზღარი, საძაგელი და არასრულფასოვანი ადამიანი, მაგრამ საქართველოშიც რო გამოიწვია ამ წიგნმა დიდი ამბავი, ესეც იმის მაჩვენებელი იყო, რომ ქართველებისთვის აი ეს ხატი რო ჩვენ ვართ რაინდები და როგორ გვაკადრეს, რომ თქვენ ვაჭრების ერი ხართ, აი ეს დიდი აღშფოთება იყო 80-იან წლებში. მე არა ვარ დარწმუნებული, რომ იგივე აღშფოთება შეიძლება და დღესდღეობითაც ყოფილიყო და ყველა ის ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, აი ესე იხსენებს საბჭოთა კავშირს, ესეც არის სელექტიური მეხსიერება, ნაწილობრივი მეხსიერება, რომელსაც არ ახსოვს რეალური დებატები ამ 70-იან და 80-იან წლებისა, სადაც აი ეს მეგრთამე მოკეიფე რუსეთში ჩამსვლელი და იმითი რა ქვია ერთი ბოთლი არყით საქმის გამჩარხავი ტიპი იყო გადაგვარებული ქართველის პირდაპირი სიმბოლო. ვერ შეხვდებით თქვენ ვერც ერთ ქართულ ნაწარმოებს, ვერც ლიტერატურაში, ვერც კინოში, სადაც ესე არ იყოს. ესე უყურებდა რეალური საზოგადოება, საბჭოთა საქართველოს 70-იან, 80-იან და შემდეგი წლებისაც. ეხლა ვინც ამას იხსენებს, უბრალოდ აი ამ თავის, აი ამ გადაგვარებულ მდგომარეობის, ასე ვთქვათ, გენეალოგიის გამყარებას ცდილობს იმით, რომ თითქოს საბჭოთა საქართველოში ეს ითვლებოდა კარგად, ეს ითვლებოდა ნორმად და ეს ითვლებოდა რაღაცა საამაყო რაღაცად. არა, მაშინაც ეს იყო დასაძრახი და არც ერთი ნორმალური ადამიანი აკამორჩილადეს აქ ჭრილი გზაზე შესანიშნავი წიგნი ამაზე და ნუ გულის ტკივილით ამბობს, რომ სადღაც ისეთ ხალხს, რომელსაც 60-იან წლებში ჯერ კიდე ნუ ისეთი ძლივს გამარჯვებას ეუბნებოდნენ, რომ მე 70-იანებში სადღაც უფრაზე გახდით, ჯერო ამ ხალხისთვისო დიდი პატივი იყო, რომ ვიღაცისთვის შეიძლებოდა ფულის გადახდა ამ ინტელიგენციისთვის, ვის უფრაზეც ესენი ხდებოდნენ, ხო და ნუ მე ნელ-ნელა შემოძრნენ და აი ეხლა აძრონენ უკვე რაღაცა სიმაღლეზე, საიდანაც ბედავენ ახლა რომ რაღაცა ჭკუა გვასწავლონ იმის შესახებ რა არის ქართველების ფასეულობა და როგორები ვართ ჩვენ სინამდვილეში. არა, სინამდვილეში ჩვენ მართლა ვართ აი ამ რაინდული ტრადიციის შთამომავლები და ისინი არიან გადაგვარებული ქართველები. მაგრამ საინტერესო ძალიან აი ეს საკითხი ასეთ შეეხება, ანუ კოლონიზატორის დისკურსში როგორ ხდება რეპრეზენტაცია ამ შემთხვევაში ქართველის ან კოლონიის, ხო? იმიტომ რომ ეს საკმაოდ პრობლემური საკითხი იყო იგივე რუსეთის იმპერიის პირობებშიც, იგივე საბჭოთა სინამდვილის პირობებშიც, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მეფის რუსეთმა, ანუ რაღაცა ტერიტორიამ, რომელიც კი შეიძლება მის ელიტებს ჰქონდა ევროპულობაზე პრეტენზია, მაგრამ ცხადი იყო, რომ აზიას კონტინენტსაც ესა დიდად გარდაცვლებოდა, მას მუდმივად ჰქონდა აი ეს იდენტობის პრობლემა, ხო? იმიტომ რომ ის ესე ვთქვათ, ევროპული კლუბის სახელმწიფოებში სრულფასოვან ევროპულ სახელმწიფოდ ვერ გრძნობდა თავს და ეს კარგად ჩანს, ესე ვთქვათ, რუსულ კლასიკურ ლიტერატურაშიც, არა? და შესაბამისად, აი ფაქტობრივად, მაშინ, როდესაც ის იპყრობს საქართველოს და ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებს, აი იწყებს უპირველეს ყოვლისა კავკასიის და საქართველოს ორიენტალიზაციას. ანუ ორიენტალიზაცია, ეგზოტიზაცია და ჩვენ პრინციპში დღესაც აი ჩვენს კულტურაში სადაც კი ვხვდებით აი ამ თვით ეგზოტიზაციის მცდელობას და თვით ორიენტალიზაციის მცდელობას, შეგვიძლია ამოვიკითხოთ სწორედ აი ეს კოლონიური აჩრდილი, შეიძლება ესე ვთქვათ, აი კოლონიური გავლენების აჩრდილი. და საინტერესო არის, რომ აი რუსეთი, რომელიც ცდილობს რომ საკუთარი ევროპული იდენტობა შექმნას სწორედ ესე ვთქვათ ჩვენთან როგორც თავის ორიენტთან, ანუ თავის აღმოსავლეთთან დისპოზიციაში. და რატო არის ეს ესე ვთქვათ მისთვის მე-19 საუკუნეში ძალიან ნიშანდობლივი და ძალიან ესე ვთქვათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე-19 საუკუნეში რათა ევროპული კლუბის ქვეყანა ყოფილიყავი, აუცილებელი იყო კოლონიები, ხო, და ეს უნდა ყოფილიყო ოკეანის გადაღმა კოლონიები. და შესაბამისად რუსეთი რომელიც ვერ ახერხებს კონდეს ოკეანის გადაღმა კოლონიები, ამიტომ იპყრობს რა მეზობელ ხალხებს, ცდილობს აი მათი ეგზოტიზაციის გზით წარმოაჩინოს ისინი როგორც ესე ვთქვათ
საპირწონე იმ ოკეანის გადაღმა კოლონიებისა, რომელიც არა აქვს და თქვას რომ აი ამის ხარჯზე მე ჩავეწერები შესაბამისად ევროპულ კლუბში. და ამიტომ შესაბამისად აი ეს კოლონიალური კლიშე ველური კავკასიისა მისი იდენტობისთვის, მისი ევროპული იდენტობისთვის თვისობრივად განსაზღვრელი ხდება. ამიტომ იწყებს ის აქედან ამ ევროპული კვალის წაშლას, რომელიც უკვე ვახსენე, ამიტომ იწყებს აქედან კათოლიკე მისიონერების გაძევებას მთელი საქართველოს მასშტაბით. იმიტომ რომ შესაბამისად სხვა შემთხვევაში თუ კი ევროპული კვალი აქ იქნება სახეზე, მაშინ აი ეს ველური კავკასიის კოლონიალური კლიშე ვერ იმუშავებს და ეს მისთვის თავად როგორც ევროპულ სახელმწიფოდ პოზიციონირებისაც თვისობრივად მნიშვნელოვანია. ასე რომ ეს ძალიან საგულისხმო ხო, ეს საინტერესო მომენტი არის იმის ხო განათლების შემტანი ფუნქცია რაღაცა ეს თეთრი ადამიანის მისია რომ ამ რაღაცა ბნელებში ეს განათლება შეიტანოს და ძალიან თუ ვინმეს კიდე ეჭვებარება, თქვა, როგორ უყურებდა მე-19 საუკუნის ბოლოს, თქვა, ანუ ილია ჭავჭავაძის თარგმანი მწირის რა, ანუ ეგ არის ჩემთვის იდეალური სკოლაში სულ ბავშვებს ვაჩვენებ ხოლმე, სადაც რუსული პერსპექტივა არის, რომ აი ჩვენ შევედით და რაღაცა მეგობრული ხიშტების მიღმა საქართველოს ბაღები აყვავდა და აი იგივეს დაწერდა რადიარდ კიპლინგი ინდოეთზე ან ნებისმიერი თქვა კოლონიის ცენტრის მაცხოვრებელი იმაზე ხო კოლონიებზე რომ აი მე რაღაცა სიმშვიდემ დაისადგურა და იქ სიცოცხლე დასადგურდა და ილია ჭავჭავაძე თარგმნის რომ ამ რუსეთმა რაც საქართველოში შემოიტანა თუ რაც დამართა 1000 მაგათ მიუბრუნდეს რუსეთს და ეს ცინიკურად იმაშება ხო ან თუ ქართული იცი ხვდები რომ ამბობს რომ რა ჯანდაბაც დაგმართა დაუბრუნდეს რა და არ ამბობს იმას რომ მადლიერება ანუ ეს მე-19 საუკუნის ეს ახალი ინტელიგენცია ცდილობს ჭკვიანურად შექმნას ახალი ნარატივი ამ რუსეთის შესახებ, სინამდვილეში რა გააკეთა რუსეთმა და ძალიან საკვანძო მომენტი არის ეგ ტექსტი ჩემთვის. ჭავჭავაძის კიდე ერთი ძალიან კარგი მაგალითი პავლე ინგროპას აღმოჩენა არის, ესე რა ქვია, ხავრის წერილებში არის ყველას გემახსოვრებათ ეს ეპიზოდი, როდესაც ისრაელიდან მოდის, ჩდება ამ იმაში რა ქვია, გადაჭდეს რუსი ამშიკთან ჩაჯდეს და აღწერილია ეს რუსი ამშიკი, ხო და გვერდზე არის ფრანგი, რომელთანაც გზავრს ამ ასე ვთქვათ ლირიკულ გმირის გზავრის წერილების აქ საუბარი რომ ეს იგოროყვა წერს რომ ეს სტროიკაო ასე ვთქვათ რომელიც რუსეთის სიმბოლო არის, ნუ ამასაც რუსეთის სიმბოლოთა აქ დახატული ეს ისე რა ქვია ამშიკი თავის მოუხერხებელი ეტლით ეს რაღაცა სკელი ლანკი გაუნათლებელი ვიღაცა ადამიანი და ნუ ეს რაღაცა ევროპელი ფრანგი რომელიც დასცინეს აი ამ მას რა ქვია გადაადგილების საშუალებას რომელიც არის ამ რუსეთის იმპერიის მეტაფორა და რომელიც ასე ვთქვათ ყოველდღე მოხერხებელია იმისთვის რომ საერთოდ რამე გზა გაიაროს და საერთოდ რაღაცის სიმბოლოდ გამოდგეს ხო მე არის რუსი აფიცერი რომელიც ასევე ყველას ძალიან გვახსოვს კარგად გვახსოვს და ასევე ასე ვთქვათ აი ამ კოლონიური განათლების, ფსევდო განათლების მაგალითად შეიძლება გამოგვადგეს, ხო? ესეც და დაგეთანხმები იმაში, რომ მართლა ილია ჭავჭავაძის და თერგდალეულების შექმნილია ეს კონტრნარატივი, თუ შეგვიძლია ესე დავარქვათ, რომელიც აგებულია იმაზე, რომ ეს რუსეთის იმპერია არ არის ჩვენი. არ არის ჩვენი არ გამოგვადგა ხალხო და იქით ჯობია ევროპის. და მაგაზე აი ძალიან საგულისხმო არის, რომ მთელი წლების მანძილზე ილია ჭავჭავაძის გაზეთში ივერიაში ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელიც იმ პერიოდში იძულებით ემიგრირებულია ინგლისში, იმიტომ რომ მეფის რუსეთი, ასე ვთქვათ, დაიჭერდა აქ რო დარჩენილიყო, რადგან სტუდენტობისას აჯანყებაში მიიღო მონაწილეობა სტუდენტურ გამოსვლაში. და ანარქისტული იდეები. ხო, ანარქისტული იდეები ქონდა, რომელიც ასევე რუსეთის იმპერიაში იდევნებოდა. შესაბამისად, ესე იგი ფსევდონიმით ფაქტურად ყოველ კვირა გზავნის წერილებს ინგლისის ყოფის შესახებ და ესე იგი ქართული საზოგადოება, რომელიც იმ პერიოდში სამაგიდო გაზეთია, ხო, ივერია ყველას ოჯახში, აბსოლუტურად დეტალურად არის ინფორმირებული ინგლისურის პოლიტიკის შესახებ, ცხოვრების, ასე ყოფითი სიტუაციების შესახებ, რა ხდება იქ კულტურულ ცხოვრებაში, სოციალურ-ეკონომიკურ ვითარება და ასე შემდეგი და ასევე ძალიან საგულისხმო არის, რომ აქ არის ფაქტობრივად მუდმივად გარკვეული, ასე ვთქვათ, მინიშნებებით, რომ აი რა გამოადგება ამ გამოცდილებიდან ქართულ საზოგადოებას. ანუ ის ძალიან
დეტალურად როგორც ესე იგი კორესპონდენტი აღწერს მიმდინარე მოვლენებს ინგლისისას და მე იქ მუდმივად არის ჩანართი იმის შესახებ, აი რა შეიძლება აქედან იყოს გამოსადეგი ჩვენთვის. ანუ ისევ ის ევროპული გამოცდილება როგორ მოვახმაროთ საკუთარი ქვეყნის აშენებას. და ეს წერილები არის 1900-იანი, 1901-2 წლები და აქ უკვე ძალიან თვალსაჩინოა ის, რომ ხედვა იმისა, რომ ჩვენ ადრე თუ გვიან ვიქნებით დამოუკიდებლები და ადრე თუ გვიან ჩვენ ნავაშნოთ ჩვენი ქვეყანა, ანუ უკვე აი ამ 900-იანი წლების დასაწყისში სახეზეა და შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ აი ეს პირველი რესპუბლიკა არ არის მარტო ისტორიული ხდომილებებისგან, რომელიც დავუშვათ მსოფლიოში ხდება, აქედან გამომდინარე პროცესი, ანუ პირველი მსოფლიო ომის დასრულებას გულისხმობდა შესაბამისად, ასე ვთქვათ, 1917 წლის რევოლუციას, არამედ ეს არის მეთოდური ნაბიჯ სულად ამზადება ქართული საზოგადოების იმისათვის, რომ არსებობდეს ხედვა, როგორ განვითარდებით ჩვენ მაშინ, როცა ვიქნებით დამოუკიდებლები. მე მინდოდა კიდე ერთხელ ამოვყვები 19-დან სხვა კონტექსტით. იმიტომ რომ მე მაინც ეხლა სულ ისე არ გამოგვევიდეს, რომ ყველა ერთ აზრზე ვართ და ევროპა რო კარგია, იმას ვამტკიცებთ ამდენი ხანია და წესით რომ უნდა გვესმოდეს, ხო? ერთ-ერთი თავარი პრობლემა დღევანდელობაში, რატომაც საერთოდ ახლა ამაზე ვლაპარაკობთ რა და თან ისეთ რაღაცებს ვლაპარაკობთ, რაც აი უმარტივესი ჭეშმარიტებები არის წესით და რიგით. მაგრამ არის ძალიან ჭრდილში. ჭრდილში, იმიტომ რომ აი ესე რა ქვია, წეგან რო ამბობდი, რომ საბჭოთა კავშირმა ამდენი რაღაცა მოგცა ინდუსტრიალიზაცია, რაღაცა განათლება, თუ რა ვიცი, ლიტერატურა და შემდეგ. ჩემთვის საბჭოთა კავშირმა ერთ-ერთი რაც კარგად გვასწავლა, ეს არის ეზოპეს ენა. პირდაპირ თქმა რაღაცების რომ არ შეიძლება, სიცხადეების გათქმაც პირდაპირ მნიშვნელობით არ შეიძლება და ამის შემდეგ იმდენად ჩახლართული არის მუდმივად ჩვენი სათქმელები ამ ენაში და შეფარული სულ რა და თითქოს მიდრეკილები ვართ ამის მიმართ, რომ არსი, ანუ კონკრეტული იდეების ნამდვილ არსს უკვე ვერ ვწუდებით. იმიტომ რომ პოლიტიკურ ენაზე ამბობ შენ? პოლიტიკურ ენაზეც და აი წეგან რომ ამბობდი რაინდული და ხო, ანუ მაგენას, ანუ ის რასაც ჩვენ თითქოს ან ისტორიაში, ან კულტურიდან ან ასე შემდეგ გვესმის, ხო, აღარ გვჯერა, ჩემი აზრით, რომ როგორც გვესმის ის თავისი არსით ნამდვილი. იმიტომ რომ ყველაფერი ბოლო პერიოდში აღმოჩნდა თითქოს მცდარი. აღმოჩნდა, რომ 2008-ში ეს მოხდა, ხო? აღმოჩნდა, რომ აგერ ერეკლე მეორემ ის კი არა, რომ რაღაცა როგორ რამდენი იბრძოლა და რამდენი ეცადა და ყველაფერს რო ეცადა, მერე გადადგა ეს ნაბიჯი და მერე ამის შემდეგაც რო იმედგაცრუებული იყო და ასე შემდეგ, ხო? ეს არა. ესეც ხო არის საბჭოთა ერთ-ერთი უდიდესი ხერხი, თუ როგორ უნდა გადაიწეროს წარსული და როგორ უნდა შეიცვალოს ნამდვილი არსის მქონე ტერმინი, დარჩეს ფორმად, ჩამოსცილდეს მთლიანად შინაარსი და დაიტვირთოს ახალი შინაარსით, ხო? ამას აკეთებდნენ ისინი მუდმივად. მაგალითად, აკეთებდნენ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მაგალითი არის სურამის ციხე, რომელიც დაიწერა მაშინ, ხო, ჭონქადის მხრიდან და ცალკე თემა არის ეს, მაგრამ მოჰყვა ბუნებრივად ძალიან დიდი კამათი ამას, იქ ივერიაში თუნდაც, იქ სხვაგან, ხო, და მაგალითად ჩვენ ვხედავთ, რომ 30-იანი წლებიდან იწყება სურამის ციხის ახალი ტალღა, როგორც მაგალითად არა მხოლოდ კინოში და ფილმში, არამედ თეატრშიც, სადაც ეს სურამის ციხე უნდა იყოს გამხსენებელი ქართველი ხალხისთვის, თუ რა არის მამული. რომ მამულისთვის თითოეულმა ადამიანმა თავი უნდა გაწიროს და ეს უნდა მოხდეს სამამულო ომში. იგივე ბაშიაჩუკი თუნდაც რა, აი წეგან რომ ილიაზე ახსენეთ, რომ როგორ
ცდილობს ამ რუსეთის სახის წარმოჩენას, ნამდვილ სახის წარმოჩენას. ბოლო პერიოდში არ ვიცი მე რამდენჯერ ძლივს ამჯერად აღმოაჩინე ბაშიაჩუგის ტექსტში, რომ აკაკი სპეციალურად ურევს ერთმანეთში მართველებს და ცხადია შაჰაბასის პერიოდზე ლაპარაკობს და ხან ალიყული ხანს ამბობს, ხან აი სხვადასხვა ტერმინებს ერთმანეთში ურევს და ამ ნარევში უცებ ერთგან სადღაც გამოკრთება მთავარმართებელი. ტერმინი რომელიც მხოლოდ 19 საუკუნის და მხოლოდ რუსეთიც შემდეგ შემოდის და ნახავ რომ რასაც მიაწერს შაჰაბასმა რა დამართა საქართველოს იმ პერიოდში, რო გადმოიტანო მე-19 საუკუნეზე, აი ერთ-ერთი ჯდება. და მე ვკითხულობ ახალი თვალიდან მე-19 ანუ ირანზე და შაჰაბასზე დაწერილ ყველა ტექსტს როგორც რუსულზე დაწერის და ძალიან სახალისოა მინდა გირჩიოთ ახლიდან რაღაც ახალი რაღაცების აღმოჩენა შეიძლება რა. ეგ რომელიც მე ფილმად გადავიდა და რაღაცა პარკის გახსნაზე ბაშიაჩუკი შეიძლება მოსულიყო ცხენით თბილისში, ახლა ვაკის პარკში და ესა რა ქვია, შენ ხელი დაგექნია და ბაშიაჩუკი დაგეუია, ხო? და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ხერხი, რომ სინამდვილე და ნამდვილი შეგრძნება ჩვენ რაც გვაქვს რა, ამის აღარ გვჯერა. აღარ გჯერა თან რა დონეზე ხო რომ მე ეს რომ აღარ გჯერა ამისათვის ისეთ რაღაცებს იჯერებ რაც უკონტექსტოა მაგალითად იჯერებ რომ აი ეს ჩვენი მოწინააღმდეგის არგუმენტიდან რო ვთქვათ რა რომ 32 წლის შეთქმულება ვახსენეთ 32 წლის შეთქმულებას კი იქ ფილადელფოს კიკნაძე და სოლომონ დოდაშვილი შეეწირნენ, მაგრამ თავარი მოქმედი პირები გულისხმობ ფეოდალებს, თორე ჩემიათ ესენი იყვნენ თავარი მოქმედი პირები, ეს სხვა საკითხია. ისინი მათი უდიდესი ნაწილმა შეწყალების შემდეგ გააგრძელა ცხოვრება და შეერწყა რუსეთს და არა მხოლოდ შეერწყა. ნახეთ იქამდე არსებული პრობლემები, ხო? ეს იყო ლეკიანობა, რომელიც უდიდესი შიშ-ფოთი და ტრაუმა იყო იმ დროინდელი საქართველოსთვის, რომ საიდან გამოჩდება უცებ წაიღებს, შეიძლება ჭიქაც წაიღოს, შეიძლება ადამიანიც, ხო? ანუ ვერ ხვდები რა მოხდება და საწავა მერე და ნუ საწავა რა ვიცით რა საფაშოში მიდის სამცხე საათაბაგოში. და მე ისევ ამობრუნდება დიაგონალზე რაღაც პერიოდში, გამოიზამთრებს, ამობრუნდება და ისევ წაგლეკავს, ხო? და ამას ვერაფერს ვერ უწინააღმდეგ, მუდმივ შიში ხარ. რუსეთის ეგიდით საქართველებმა ჩრდილოეთ კავკასია დააჩოქეს. მოვიდა ჩვენი დრო, რატოაც ანუ ძლივს, ხო? ამდენი ხანი ვიჩაგრებოეთ, ამდენი ხანი ასე დღეში ვიყავით, ძლივს აი ხარი ჩვენი დრო. რო ჩვენი შურისძიების მაგალითად თუნდაც ერთი მეორე ისა სამცხე საათაბაგო იერუსალიმი ხო საქართველოსთვის რომელიც ავიღეთ აგერ რუსეთთან ერთად ხო მივაღწიეთ იმ მიზნებს ერეკლე მეორესაც უნდოდა ჩრდილო კავკასიის ლეკიანობმა ამასკენს რა ქვია მთელი ცხოვრება გაუმწარეს და აქეთ მონიშნული ქონდა სამცხისკენ ცდებიც ქონდა ხო ეს რატოა ცუდი და იჯერებ რომ აი ეს ცალკე არსებული რომ კი აი ეს ჩრდილო კავკასიაში იმ კუით ვასროლინეთ ვიღაცებს მაგრამ რა კონტექსტში რა ამბის ნაწილი არის ეს კონკრეტული ერთი მოქმედება და რა ამბად უყვები მე შენს თავს ხო რა ამბავია თუნდაც სხვა ყველა ისტორია რომელიც გსმენია და წეგან მინდოდა ასევე იმაზეც გამომახვილებინა ყურადღება რომ ჩვენთვის ისტორია ძირითადად არის რაღაც ლიტერატურის დონეზე აი წეგან ვამბობდი რომ ეგ ლიტერატურაში ხო ვიღაცები არიან რაინდები და შემდგ ლიტერატურაში მაგრამ სინამდვილეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი გადმოსახედიდან მიბაძვაზეც ამბობდი მაგას რომ რატომ უნდა მოგინდეს რომ იმას მიბაძო ვიღაცას ხო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მქონდა ეგ პრობლემა, რომ ვინ არის მისაბაძი.
აი ვის მივბაძო რა, საქართველოში დავიბადა ჩემთან პატარა ქვეყანაში, ვიღაცება ბევრი გზა გაიარეს, ვის მივბაძო. და ბავშვობიდან როდესაც გვასწავლიან მეფეების ისტორიას და მეფებმა რა ქნეს და ასეთი და ისეთი რაღაც, ვერასდროს ვერ მივბაძავ მეფეს, იმიტომ რომ მეფე ვერასდროს ვერ გავხდე. ძალიან დაშორებულია ის ჩემგან, ის რაღაც სხვა სამყაროა. ხო მე უნდა მივბაძო ისეთ ადამიანს, რომელიც ახლო წარსულში ან რაღაცა ჩემნაირ სამყაროში ცხოვრობდა, თუ მინდა რომ თან ნამდვილს მივბაძო რა, თორე მე ძალიან კარგადაც შემიძლია რომ რა ვთქვი, ოდისევს ვიღაცას მივბაძო რა. და ესეთი ადამიანების ისტორიები არის ავსებული დიდი ტკივილით, დიდი ტანჯვით, დიდი ასე შემდეგ, ხო? და გვერდით გიდებენ ასეთ სიტუაციას, რომ ის რაინდობა, ის ნაპერწკალი, რომელსაც შენ ამბავში დაინახავ და ის ამბავი შემდეგ შენში აღძრავს სურვილს, მიბაძო, მიბაძვის სურვილს აღძრავს, ხო? ეგ ტყუილია. ეგ ზღაპრებშია, ეგ ლიტერატურაშია, ეგ ისტორიაშია, სინამდვილეში. აი რა ხდება საქართველოში, რომ თვითგადარჩენაზე უნდა იზრუნო, რომ შენ გადარჩე, იმიტომ რომ შენი მომკითხავი არავინ არ არის, ევროპაც მომკითხავი არ არის შენი, იმიტომ რომ ამდენჯერ იყო რომ შქონდა შესაძლებლობა და არ დაგვეხმარა, შეგვატოვა ყოველ ჯერზე ესეთ დღეში ჩავარდით, ხო? არა და გქონდა იმედი. ეს იმედი გაგვიცრუდა, რატოღა უნდა გქონდეს? ვიყოთ რეალისტები, რატო ვართ იდეალისტები და რატო ვართ იმაში ჩაფლულები იდეალებში, იმიტომ რომ რეალური ცხოვრება არის რეალური და ჩვენ აქ თავი უნდა გადავირჩინოთ. ეს არის კიდე ერთი რაც ჩემი აზრით ბევრ ადამიანზე მოქმედებს, ვისაც პირადადაც მისაუბრია ბოლო ხანებში. მაგრამ ეს თავარი ხომ არის რომ ისტორია უნდა გაუყალბო ადამიანს და შესაბამისად ჭეშმარიტი გვირები და ავიწყო საკუთარი წარსულიდან. ხო, ანუ ეს არის ის რაც საბჭოთა ისტორიამ გააკეთა. არა ყალბი ისტორიაც და ისიც რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკა გერმანიის უბანლის ასე ვთქვათ, არა მარტო თავის დამოუკიდებლობის გამოცხადებას, რომ პირდაპირ გერმანიის ინიციატივით იყო, არამედ თავისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას. გერმანიამ დაიცვა მაშინ საქართველოს რუსეთისგანაც, თურქეთისგანაც და უზრუნველყო, ასე ვთქვათ, იყო გარანტი ფაქტი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის და ის რომ გერმანიამ წააგო მე პირველ მსოფლიო ომი და გავიდა საქართველოსთან, ამას მოყვა მე ბევრი სხვა რაღაცა. ის რომ ევროპას ჩვენ ვყავდით მიგდებულები და რაღაცა გვეხმარებოდა და რაღაცა ისიც ასე ვთქვათ, არის ერთის მხრივ ტყუილია, მეორე მხრივ ასე ვთქვათ, ესეც ცოტათი მიამიტური აზროვნების ნაწილია ის რომ ბრაზდებოდე ვთქვათ ევროპაზე, იმიტომ რომ არ დაგეხმარა, მაგრამ პრობლემა არ იყოს ის რომ რუსეთმა ერთხელ დაგიპყრო, ორჯერ დაგიპყრო, რაღაცა ის არა ქვია გაანადგურა ნახევარი საქართველოს 24 წელს ევროპის გამო დამიპყრო. ის არის. ხო, ან ესეც რაღაცა კოგნიტიური დისონანსი ეგრეთ წოდებული არის და მნიშვნელოვანია აქ. ხო, აქ კიდევ ერთი ფაქტორია, რაზეც დავუშვათ აი ამ რუსეთთან რაღაცა დათბობის მომხრეები უსვამენ ხოლმე ხას ერთმორწმუნეობა, ხო? ანუ ესე ვთქვათ, ამაზე პრინციპში მთელი 30 წელი დგას, ესე ვთქვათ, ეს რაღაც რუსეთისადმი ლოიალობის რაღაც მოწოდება საქართველოში, ხო? და ამაზე უნდა ითქვას, რომ ჩვენ პრინციპში იგივე ერთმორწმუნეებს რატო არ ვხედავთ ევროკავშირის წიაღში, ხო? რატო არ ვხედავთ, რომ იქ არის ბულგარეთი, რატო არ ვხედავთ, რომ იქ არის რუმინეთი, რომელიც ასევე ერთმორწმუნეა და რომლებთანაც ასევე ჩვენ ისტორიული, კულტურული კავშირები გვაქვს, ხო? ახლა პეტრიცი, პეტრწონის მონასტერი ბულგარეთშია. აქ შესაბამისად ანთიმოზივერიელმა რუმინეთში გააშენა ეს სტამბა რუმინელებისთვის და იქიდან მერე წამოიყვანა ვახტანგ მეექვსემ სტამბის ხელოსნები, ესე ვთქვათ, საქართველოში, ხო? ანუ ჩვენ ესე ვთქვათ, აი ეს ინტელექტუალური გაცვლა ამ რეგიონებთან იმთავითვე გვქონდა მანამდეც კი, ვიდრე საერთოდ რუსეთი ჰორიზონტზე გამოჩნდებოდა და ამის უგულებელყოფა ხდება ხოლმე, როგორც წესი, როდესაც მხოლოდ აი ამაზე არის პედალირება, რომ რუსეთი ერთმორწმუნეა და ამიტომ მისი იქით, ესე ვთქვათ, ჩვენ გზა არ აქვს. ანუ ეს არის
და ასევე ძალიან საინტერესო არის, რომ აი ეს შიშები, რომლებიც ამ ევროინტეგრაციას ახლავს თან, თუ რუმინეთმა არ დაკარგა თავისი კულტურული იდენტობა და რელიგია, თუ ბულგარეთმა არ დაკარგა თავისი კულტურული იდენტობა და რელიგია, მართლმადიდებლობა, ჩვენ რატო უნდა დავკარგოთ? მით უმეტეს, რომ ის ვერ დავკარგეთ მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული, ხო? ანუ ევროკავშირში, რომელიც კულტურათა პატივისცემაზე, თანასწორობაზე და ტრადიციის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული იმთავად, ხო? ანუ ეს არ არის საბჭოთა კავშირი, რომელიც გეტყვის, რომ აი აქ არის დიდი ძმა, ასე ვთქვათ, რომელიც შესაბამისად, ასე ვთქვათ, რომელსაც უნდა გააკეთოს სწორება, რომელსაც უნდა დამორჩილდე, დაუჯერო და ასე შემდეგი. არა, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანაბარია, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც აქ პოლიტიკურ დონეზე მიიღება. ესე რომ ხო, ეს არის ნახე, ეხლა ხო არგუმენტებს ვასახელებთ რა იდეაში, ვთქვათ, ეს არგუმენტი, ეს არგუმენტი. პირველი არის ის, რომ ჩვენ ვიცით ასევე პრორუსული არგუმენტები, ხო? ანუ რა შეიძლება ის იყოს. ანუ მეორე მხრიდან იშვიათად მოისმენ ხოლმე ძლიერ პროევროპულ არგუმენტს, რა, რომ ვთქვათ, ვიცი რა არის სამართლებრივი სახელმწიფო და მესმის მაგრამ რაღაცა, ხო? ანუ ამას ვარჩევ სიტყვას. იმიტომ რომ ცალსახად რუსული ველი სამყარო იმდენად გაფუჭებული არის, რომ იქ როგორც კი რეალურ არგუმენტს დადებ პროევროპულს, ეს უნდა განადგურდეს. ამიტომ ცოტა აი ცნობიერებაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, რაც ტიპის ცნობიერებასთან გვაქვს საქმე საერთოდ, როდესაც ვსაუბრობთ პროპაგანდის ეგრეთ წოდებულ მსხვერპლებზე, ხო? ანუ რაღაცნაირად ერთდროულობა ეს ორაზრი რა, ორველიანური ცალსახად რა, როდესაც წინ გიდევს ორი ერთმანეთს გამომრიცხავი მოსაზრებები, თქვათ ერთმორწმუნეობა და მეზობლობა, რომელიც ორივე კარგ რაღაცას გულისხმობს ტვინში, მაგრამ როცა რუსეთი არის ერთმორწმუნე მეზობელი, რუსეთი ვიცით რომ ნეგატიურია, იმიტომ რომ ოკუპაცია აქვს, მაგრამ როცა რუსეთზე ვამბობ, ვეღარ ხვდები საერთოდ რას ვამბობ, ხო? ანუ რას ნიშნავს რუსეთი ერთმორწმუნე მეზობელია, ეს წინადადება არის საზრის მოკლებული, იმიტომ რომ ერთდროულად ცუდიც არის როგორც რუსეთი ოკუპანტი და ერთმორწმუნე მეზობელიც, ხო? იგივე ეხება თქვათ ევროპასაც და არ არის შემთხვევითი რომ რეჟიმი სავსე არის ამ ორაზრებით, ხო? დაუძინებელი მეგობრები და რაღაცებს იგონებენ და შესაბამისად, ხშირად გქონია და გვაქვს და ამიტომაც ვსაუბრობთ ახლა, რომ იქნებ არგუმენტმა გაჭრას, ანუ იქნებ ამ ორაზრს მიღმა ვიღაცამდე მივიდეთ, ასე ვთქვათ და გავუმყაროთ, რა ვიცი, აქეთ ამ ხრის არგუმენტები და ჩამოუშალოთ პირველ რიგში ის არასწორი მცდარი გაგებები. სანამ როგორ ვაკეთებთ ამაზე ვიტყვი, ერთი ეს პასიური მოქალაქის ნიშნულობაზე მინდა ვისაუბრო, რომ ჩემთვის დასავლურობა ამას გულისხმობს და საბჭოთა კავშირმა რაც ალბათ ყველაზე მეტად გაგვიფუჭა არის ეს ზუსტად თვითმოქმედება არაერთხელ ვახსენეთ აქაც, ხო? მაგრამ გონის სუნისა აქვს აღარ მახსოვს შესავალში ქართველების მითი საკუთარ თავზე, თუ არ ვწდები შეიძლება სუნი იწყებდეს ამ მითით. როცა ის ამბობს, რომ აი ამ ხალხს ეს არის ხალხი, რომელსაც წამს რომ კეიპობდნენ ხის ქვეშ და უცებ ისინი გახდნენ რჩეულები, როცა დაიგვიანეს და 64-ის ყველაზე კარგი ნაწილი მიიღეს როგორც საკუთარი მიწა. ეს ერთი მითია, მეორე არის წილხვედრილობის თუ წილხდომილობის მითი, როცა თქვათ ვის უნდა ეკადაგა მარიამ ღვთისმშობელს ხვდა წილად და ვიცით რომ თავად რეჟიმიც ხშირად აპელირებს ამ იმაზე, ხო? განსაკუთრებით ღვთისმშობლის წილხდომილობის მითზე, მაგრამ ორივეგან მოქალაქე ან ჩვენ როგორც ქართველები ვართ პასიურები, ან ჩვენ არ ვართ ის რის გამოც ან ვის გამოც რაღაცა მოხდა, არამედ შემთხვევითობამ განსაზღვრა, ან ჩვენმა ქმედებამ კი არ გამოიწვია, ან ჩვენმა სიკარგე, მაგალითად ისე განსხვავებით ებრაული მითოლოგიისა, სადაც თქვათ აბრაამი რაღაცას გასცემს კი არა, ყველაფერს გასცემს იმისთვის რომ მიიღოს ყველაფერი, ხო? ანუ ის უმაღლესი მადლი ღვთისგან. ანუ ებრაელები ესე უყურებენ, რომ შენ აკეთებ ღმერთისთვის რაღაცას, ანუ ხარ რჩეული, ანუ თუ როგორ ჯერ რჩეული ხარ, მე აკეთებ რაღაცებს და მე პლუს იმსახურებ იმას, რომ იყო რჩეული მუდმივად, ხო? ახალი აღქმები უნდა დაიდოს შენთან. ჩვენ შემთხვევაში რაღაცნაირად ფიქრობ, რომ ცნობიერების დონეზეც ეს პასიური მოქალაქე ძალიან კმაყოფილი არის, იმით რომ მართლა რაღაცეები ერგება ხოლმე, ხო? მაგალითად, შრომის ეთიკა ქართული რა პირობითად რა, ანუ მოკლე გზა, ნაცნობობი დაწყება, კოლ-ცენტრი თუ არის თანახმოვანი. საბჭოთა შრომის ეთიკა. ხო, და ანუ საბჭოთა არის და წარმოიდგინე, ანუ ხო და საბჭოთას ამას ემატება პლუს ეს რელიგიური გაგება თუ საკუთარი აღქმა, საკუთარი თავის. აი აქედან ამოსვლა არის ძალიან რთული. რომ მკითხო და ამიტომ მინდა ესეთ შეკითხვა დავსვარო, უბრალოდ რაღაცნაირად შემოატრიალო ცოტა ახლა ისტორიაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ძირითადი არგუმენტები აი იმ რთული გზის მე ვფიქრობ, რომ დასავლეთი ბევრს იმიტომაც არ უნდა, რომ ის უფრო რთული არის.
მათ შორის იმის გამო, რაც ახლა აღვნიშნე, ანუ ის მართლა გულისხმობს შრომის თავისებურ ეთიკას, შრომას გულისხმობს, დამსახურებას გულისხმობს, ადამიანთა შორის ურთიერთობას, დამსახურების მიხედვით და ღირსებას დაფუძნებულ ურთიერთობას და ასე შემდეგ. მაგრამ სამწუხაროდ პოლიტიკურ ნარატივებში პოლიტიკოსების მხრიდან ხშირად არ გვესმის ევროპის დეფინიცია, იმის მიღმა, ვიდრე ეს არის უბრალოდ, რა ვიცი, კეთილდღეობა სიტყვაზე, ხო? ანუ აი რა არის ევროპა, რომელიც ჩემთვის იქნება არგუმენტი, ანუ ისეთი დეფინიცია, რომელიც არის არგუმენტი, რატომ უნდა ავირჩიოთ დღეს ევროპა, იმიტომ რომ აქამდე ვისაუბრეთ რუსეთის მიერ ხელმოსაკიდ რაღაც ბენეფიტებზე, რომ აი ეს მოგცა. და იქით არის ევროპა, რომელსაც ვიცით რომ მოგცა, მაგრამ რაღაც ცნობიერებაში არ მოუწია არაფერი, მაგრამ უფრო ცხოვრების წესია, ვიდრე ის რომ რაღაცას მოგცემს, ხო? ანუ უფრო ჩვენ უნდა შევიცვალოთ რაღაცნაირად. რა ცვლილებას ითხოვს დასავლეთ ჩვენგან, რა ცვლილებას ვითხოვთ ჩვენი თავისგან, როგორც კულტურისაგან, აი რა იქნებოდა, რატომ არ იღლებით, რომ საქართველოსგან ევროპული საქართველოს ქცევა გინდათ და რა არის ის ორიენტირი, აი თქვენი დეფინიციის მიხედვით, როდის იქნებით კმაყოფილი, რომ ცხოვრობთ ევროპულ საზოგადოებაში. აი ეგ არგუმენტი რა არის, რითი მოხიბლავდით, თქვათ იმას, ვინც რუსეთს არჩევს. მე არ მგონია რომ ეს ქართული შრომის ეთიკა არის ეს რაღაცა მარტივი რაღაცა ხო პრინციპში თუ მართლა ესე არის არქეოლოგიურად ვიცის რომ მე ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში თუ ყველაზე ძველი არა მეღვინეები ვარ ხო ამ მეღვინეობას ჭირდება უამრავი შრომა ხო ძალიან დიდი შრომა კულტურა არის ეს შრომა კულტურის დეფინიციაში დევს ბუნების, ველური ბუნების გადაქცევა რაღაცა ხელოვნურ რაღაცად, ხო? რაღაციდან ღვინის დაყენება, რომელიც არის ერთ-ერთი პირველი კულტურული პროდუქტი დედამიწაზე და აი ამ კულტურის ერთ სათავეებთან, ასე ვთქვათ, გივართ ჩვენც, ხო? ეს კულტურა მოითხოვს შრომას, ზოგადად. კულტურა შრომის გარეშე არ არსებობს, ხო? ამოწორილი ხის ძირას მაიმუნიც არის და ბანანის შეიძლება დაეცეს, შეიძლება არ დაეცეს, არ ვიცი რა ხდება. ეს ერთი ნაწილი, ანუ ეს პრინციპში ჩვენს ისტორიაში აი ეს კულტურა დევს, კულტურა შრომა, ხო? შრომო, რაღაცა მოიყვანო და რაღაცა, ასე ვთქვათ, დაგეგმო მომავლისთვის. მეორე რაც მნიშვნელოვანია, ხა ეს ქართველი პერსონაჟებიც არ არიან პასიურები, ხო? შუშანიკის წამება გვაქვს პირველი ისა რა ქვია, ნაწარმოები ქართული ლიტერატურისა რა, ქართულ ენაზე დაწერილი, სადაც არის ადამიანი, რომელიც აქტიურად აკეთებს რაღაცას, ხო? შეუძლია იმასაც, კაი, ჯანდაბას მოიყვანა ვარსკეთ ნახელწოლი და ხავდეს, ხო? დედოფალია. მაგრამ არა, ხო, აქტიურ ნაბიჯს მოწამეობა, ამით იწყება, მოწამეობით იწყება, მოწამეობა არის ყოველთვის აქტიური ნაბიჯი. ეს გვაქვს ჩვენ ორი, ასე ვთქვათ, სამოსავალი წერტილი იმისი, რაც არის, რაც განსაზღვრავს ქართულ კულტურას. უსაქმურობა არ არის ქართული კულტურა, უმოქმედობა არ არის ქართული კულტურა. ქართული კულტურა არის ყოველთვის აქტიური მოქმედება, ჩემი რწმენის და ჩემი ღირსების დასაცავად. ეს არის შუშანიკის წამება, ეს არის ღვინის მოყვანა, ხო? და ამ ღვინის მოყვანაზე არის აგებული ძალიან ბევრი რაღაცა ქართულ კულტურაში. ეგერ ერთ-ერთი გიორგობის თვე მაგალითად ოთარ იოსენიანის ფილმი ესეო საბჭოთა პერიოდში გამოყვანილი, სადაც ღვინის გაფუჭება, ღვინის ტექნოლოგიის გაფუჭება არის ქართველობის გადაგვარების მთავარი სიმბოლო, ხო? ეს ორი რაღაცა ვთქვათ. და აქედან წავიდეთ, ასე ვთქვათ, ევროპისკენ. ევროპა ჩვენ არ გვთხოვს არაფერს. ის არ გვთხოვს, რომ შევიცვალოთ, გავხდეთ ესეთები, მოგვახვიოს თავი რაღაცას. არა, ის მზად არის მიგვიღოს ჩვენ როგორებიც ვართ, მაგრამ ჩვენც და ჩვენი, ასე ვთქვათ, წვლილით და ჩვენი კულტურით, ასე ვთქვათ, მიგვიღოს თავისთან. ის არაფერს არ გვთხოვს, გარდა იმისა, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ეს ჩვენი კულტურული მექანიზმი, რომელიც გვაქვს, ვამუშაოთ, ხო? აი ამას კი არ გვთხოვს, ამის საშუალებას გვაძლევს. იმან შეიძლება იული გზები არ მოგცეს, არა, არ მოგცეს იმის საშუალება, რომ ჩვენ უკნარობით, ტყუილით, კორუფციით გავდირდეთ ვიღაცეები, რაღაცა ნაწილი მაინც, აი ამის საშუალება შეიძლება არ მოგცეს. იაფი ფული, უფასო ფული, იაფი ფული, უშრომელი ფული, ესეთი რაღაცა გავაკეთოთ, ხო? ანუ ვიყოთ პრინციპში ქურდები, მამაძაღლები, აი ამის საშუალებას ევროპა არ მოგცეს. შეიძლება სხვა მოგცეს, ხო? დღევანდელმა რუსეთმა შეიძლება მოგცეს ამის საშუალება. ვისაც უნდა რომ იყოს მამაძაღლი და ქურდი, შეუძლია ეს არჩევოს. ევროპა გაძლევს შენ პატიოსანი შრომის საშუალებას, ჩემთვის რაც არის ევროპის დეფინიცია. თავარი ეს არის ღირსება, ხო? გერმანიის კონსტიტუციის პირველი მუხლი ამბობს, რომ ადამიანის ღირსება არის ხელშეუხებელი. ღირსება არის ის ფუნდამენტი, ღირსება თავისუფლება, რომელზეც თავისუფლება, ღირსება ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ერთმანეთის გარეშე ეს არ არსებობს. ანუ ის, რომ მე როგორც ადამიანი ვარ, ადამიანი და მაქვს ჩემი ღირსება, ხო? ამის გარეშე მე არ ვარსებ. და აი ამის საშუალებას მაძლევს ევროპა, რომ მე ვიყო ღირსეული ადამიანი და მე უკვე რაც შემილია, ჩემი რაღაცაებით, რა ქვია, ნიჭით, უნარით, შრომით, აი ამას ყველაფერს მივაღწევ, რაღაცას. მივაღწევ, ყოჩახ ვერ მივაღწევ,
ისევ დაგეხმარება, ასე ვთქვათ, ეს სოციალური სახელმწიფო, რომელიც, ნუ, თქვათ, არ გამოგივიდა ცხოვრება, არ დაგტოვებს შიერს, ქუჩაში მიგდებულს და ხო, სამედიცინო დაზღვევა გააქვს, გიმკურნალებს, გარჩენს, შეიძლება არ იცხოვრო ეხლა რაღაცა იმაში, რა ქვია, დიდ ვილაში, მაგრამ თავშესაფარი ღირსეულად ცხოვრების საშუალებას ეს შენ მოგცემს, ხო? თანარჩენი ეხლა შენ რა შეგიძლია შენი ნიჭის მიხედვით და შენი შრომის მიხედვით ამას გააკეთებ, ხო? შეიძლება ეს არის ასე ვთქვათ, რაღაცა ნაწილია ევროპული მითოლოგიის თუ რასაც კიდე დავარქვათ, მაგრამ აი ეს არის ის, რასაც ევროპა იძლევა და ამაზეც იყო ლაპარაკი, ხო? ანუ ყველაზე პატარასაც კი აქვს თავისი ხმა, ხო? რაღაც ლუქსემბურგს, რომელიც პატარა სახელმწიფოა, იმასაც აქვს თავისი ხმა ევროკავშირში, ეგრემ ორბანს შეუძლია დაბლოკოს ამხელა უზარმაზარი ქვეყნების, ხო, გერმანიის და დიდი ბრიტანეთი აღარ არის ეხლა, მაგრამ საფრანგეთის და იტალიის გადაწყვეტილებები, ხო, და ნუ ვერაფერს ვერ ეუნება, იმიტომ რომ მისი ხმა არის ამაზე არის აწყობილი ევროკავშირი, ყოველი ადამიანი თანასწორობა და ყოველი ადამიანის ხმას აქვს ფასი, ხო? ანუ ეს კულტურა ამ შრომის გაგებით და ღირსების გაგებით არის აი ევროპული, ასე ვთქვათ, ევროპული იდენტობის დავარქვათ ესე ან ევროპული კულტურის ნაწილი, რომელიც არის პრინციპში ის, რასაც ვიდექით ჩვენ აგერ მოყოლებული ათადან და ბაბადან. და ეს არის ჩვენი გაგრძელება ამ გზის და აქ გვაქვს ჩვენი თავის განხორციელების საშუალება, მაშინ როდესაც სხვები რუსეთი მაგალითად გეუბნება, რომ არა, იყავი ესეთი და ესეთი, იყავი მორჩილი, იყავი კიდე ზარმაცი, თუ გინდა ფული შეიძლება კონდეს, მაგრამ ხმა შენ მაგალითად პოლიტიკურ საკითხზე არ ამოგიღება, არავინ არ გეკითხება შენ საერთოდ არაფერს, იყავი ჭამე, გასუქდი. თუ გაქვს საკმარისი საჭმელი, მაგრამ შენი საქმე არაფერი არ არის, არანაირი ღირსება შენ არ გაგაჩნია, შენ ხარ დაბადებული მონად და შეასრულებ შენს ბრძანებას, ხო? ამის განსხვავებით ევროკავშირი არის, ან ევროპა არის ის ადგილი, სადაც ადამიანს აქვს თავის, ყველა ადამიანს აქვს თავის ღირსება და ამ ღირსებიდან გამომდინარე შეუძლია იყოს დაფასებული მოქალაქე სრულიად დამოუკიდებლად იმისა, რამხელა შემოსავალი აქვს და რამხელა არა. ეს ხოთიშერის თომას ჰობსი, როდესაც ევროპული განმანათლებლობის პერიოდში აყალიბებს თავის ხელშეკრულების თეორიას, რომელიც ხდება მერე საფუძველი ფაქტურად დემოკრატიული წესით სახელმწიფოების არსებობისა, იქ ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, რატომაც ადამიანები აი ამ ომის მდგომარეობიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას იღებენ და შესაბამისად, ესე ვთქვათ, მშვიდობაზე თანხმდებიან, არის დასახელებული იმედი იმისა, რომ საკუთარი შრომით შეგიძლია ფუფუნების, საგნების შეძენა და საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება. იმიტომ რომ ომის პირობებში იმედი იმისა, რომ შენ საკუთარი შრომით შეძლებ საკუთარი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას არ არის, ხო? იმიტომ რომ ომის პირობებში ერთადერთი გაუმჯობესების გზა არის, რომ სხვას წაართვა, თუმცა ესეც არ არის გარანტირებული, რომ წართმული შენთან დარჩება, იმიტომ რომ მე სხვამ შეიძლება საპირისპიროდ ასევე წაგართვას, არა? და ეს არის ის გარანტია, ასე ვთქვათ, აი ეს საკუთარი შრომით, საკუთარი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა, რასაც ევროპული სინამდვილე იძლევა, ევროპული პოლიტიკური სინამდვილე იძლევა. და ღვინოსთან დაკავშირებით ხოთაშორის რაც ახსენეთ, ძალიან საგულისხმო არის მე-19 საუკუნის გერმანელი მოგზაური აუგუსტ ფონ საქსჰაუზენი, როდესაც საქართველოს შესახებ წერს, ამბობს, ну, ჯერ საინტერესო არის ეს თვითონ აი რაღაცა მე-19 საუკუნის 50-იანი წლებისთვის ევროპელის თვალში როგორ რეპრეზენტირდება საქართველო. ეს მისთვის ეს არის რაღაც მოგზაურობის ეს როდესაც აღწერს, ეს არის აბსოლუტურად რაღაცა ანტიკურ მითოლოგიასთან წილნაყარი ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ეს ბნელი ჩავარდნა, ასე ვთქვათ, წარსულში, იმიტომ რომ რთული ისტორიული ქარტეხილები გამოიარა, მაგრამ ეს არის ის ბერძნულ ცივილიზაციასთან თანაზიარი ქვეყანა და ეს რაღაც აღფრთოვანება, ესე ვთქვათ, მთელ ამ ტექსტთან გასდევს ამ თვალსაზრისით. და აქ ის აღნიშნავს ესეთ რაღაცას, რომ ძალიან უცნაური ქვეყანა არისო საქართველო, იმიტომ რომ გარშემორტყმულია ოსო ისლამური ქვეყნებით, რომლებთანაც მუდმივად ომის მდგომარეობაში იყო. იყო პერიოდები, როდესაც მისი მეფეები იღებდნენ თვითონ ისლამსაც, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოსახლეობა მაინც მუდმივად ქრისტიანი რჩებოდაო და მე ხა ცდილობს, რომ გამოიცნოს რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი და ამბობს, რომ ალბათო, იმიტომ რომ მოსახლეობამ ვერ თქვა უარიო ქართული ისეთი ყოველდღიურობის აუცილებელ იმ ორ ინგრედიენტზე, რომელიც არის ღვინო ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ღორის ხორცი. ანუ შესაბამისად, ასე ვთქვათ, ის რომელიც რაღაც ქართული კულინარიის შემადგენელი ნაწილია, ხო? და ეს ხოთი ძალიან საინტერესო დაკვირვება. ანუ შენ შეიძლება, ესე ვთქვათ, ელიტები მიიმხრო, შეიძლება, ესე ვთქვათ, ელიტები
გამოზარდო ისეთი, რომლებიც დავუშვათ აი ამ რაღაცა ქრისტიანულ, ევროპულ ცხოვრების წესზე უარს იტყვიან, მაგრამ ხალხს ვერ ცვლიან. ყოველ შემთხვევაში ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ხო, რაღაცა საუკუნეების მანძილზე. იქნება ეს არაბების ბატონობა, იქნება ეს ოსმალების ბატონობა, თუ ირანის ბატონობა, მოსახლეობა ყოველთვის ასე ვთქვათ ქრისტიანი რჩებოდა. რაღაცა უმრავლესობა ქრისტიან ქვეყანად გადავჭით, ხო? ხო და ეს იყო აი ჩემთვის პირადად ესევე ძალიან საინტერესო დაკვირვება ევროპელის პერსპექტივიდან დანახული, ხო? და ახლა მაშინ როდესაც თუნდაც ესეთ ლიტერატურის დონეზე შენ გაქვს ერთის მხრივ რუსის თვალში რეპრეზენტაცია როგორც ველური კავკასიისა, რომელიც ასე ვთქვათ რაღაცა ცივილიზაცია შესატანი ტერიტორია, რომელიც გასანათლებელი ტერიტორია და მეორეს მხრივ ევროპელის პერსპექტივიდან დანახული, რომელიც შენში აი ამ რაღაცა ანტიკური ცივილიზაციის მემკვიდრეობას ხედავს და აი ამ ფასცინაციას თან ახლავს, რომ შენ როგორც ქრისტიანი ქვეყანა ამ ქართეხილების მიუხედავად მაინც გადარჩი, ხო? რაღაცა ნიშანდობლივია ესეც. საინტერესოა. კიო. ფიქრობდი ხა ძალიან ბევრს რა სიტყვებში შეიძლება და მომექცია ევროპა და საქართველო როგორც ევროპული ქვეყანა რა. ჩემთვის ალბათ ძალიან მარტივად გამოიხატება თუ რას გულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ მინდა საქართველო იყოს ევროპის ნაწილი არსობრივად, ხო? არა ფორმალურად, არამედ არსობრივად. ეს არის პირველ რიგში ის, რომ გარანტირებული იყოს თავისუფლება, ხო? თავისუფლება პიროვნული და ინდივიდის ღირსება და თავისუფლება იყოს დაცული. კონდეს ძმობა, ხო? ანუ აღიაროთ ის, რომ კი ინდივიდუალურად მე თავისუფალი ვარ და მე ინდივიდუალურად დაცული ვარ, მაგრამ მარტო არ ვარ ამ ქვეყანაში. და ჩემს გვერდით არიან ჩემი თანამოქალაქეები, რაც გულისხმობს ცხოვრებაში შესაძლებლობების გაჩენას, გულისხმობს იმას, რომ მარტო არ დარჩები შენ სამშობლოში, თავს მარტო არ იგრძნობ. და მესამე ეს არის თანასწორობა, რომ ჩვენ ამ რწმენა იმისა, რომ ჩვენ ვართ თანასწორები საქართველოში და თანასწორად გვეკუთვნის და თანასწორად შეგვიძლია ასევე მივიღოთ ცხოვრებისგან ის რისი მიღებაც გვინდა. ყველაზე მოკლედ ალბათ ასე დავახასიათებდი, რაც უნდათ რომ ყოფილიყო, არ ვიცი, საქართველო დაფუძნებელ ძმებს, ალბათ უფრო მამებს აღარ. მადლობა. და ესევე ალბათ კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე თანასწორობა, ხო, ყველას ეს. ფუნდამენტური საკითხია და ძალიან სამწუხაროა რაღაც პროცესებს გავდივართ, მაგრამ როგორც აღნიშნეთ, ამ პროცესების გარეშე რაღაცები არ იბადება, ანუ ფორმალურად შეიძლება რაღაც მოცემული იყოს, ჰეგელიანურად რომ მოვიდეთ, მაგრამ შინაარსი უნდა განხორციელდეს რა და ჩვენ კი დემოკრატიული რესპუბლიკა ვართ უკვე 30 წელია, მაგრამ მაინც უფრო ფორმალურად მგონია, ვიდრე ცნობიერად და მაგალითად დღეს რომ ადამიანები საუბრობენ კანონის უზენაესობაზე და მოთხოვნა ნელ-ნელა ჩნდება, იმიტომ რომ უკვე უსამართლო სასამართლო შეეხო მასობრივად ყველას და აი ეს ძმობის საკითხი წინ არის წამოწეული, ხო სოლიდარობა ცნება აღარ არის აბსტრაქცია, როგორც ეს იქნებოდა 7 წლის წინ მაგალითად, როცა რაღაც პატარა ჯგუფებისთვის ეს იყო მემარცხენე დატვირთული ტერმინი, რომელიც რაღაც მუშას მოიაზრებდა მხოლოდ და უცებ დღეს უკვე ხვდებით, რომ მსახიობიც, მუშაც და მასწავლებლებიც არიან ამ ტერმინის ქვეშ გაერთიანებულები და ეს მნიშვნელოვანი პროცესია, ამიტომ მე ოპტიმისტურად ვარ, იმიტომ რომ ამ პროცესს შეუძლებელია, რომ არ კონდეს ის დაბოლოება, როგორც თქვა ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ან თქვა ევროპის ქვეყნებში, პლუს საქართველოში არ ქონდა, ხო? ჩვენ არ ვიცით ახლა 60-იანებში ვართ და მივახციოთ პირველ რესპუბლიკამდე თუ 1901 წელს ვართ და ცოტა დრო დაგვჭირდა თუ საერთოდ 14-ში ვართ და იქნება და კიდევ უფრო ცოტა დრო დაგვჭირდა რომ გავიდეთ ფონს, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ ნუ რო გავალთ ეგ ვიცით. რაც შეეხება რუსეთის საკითხს, ფიქრობ ორი ტექსტი არის, ნუ ცოტა ევროპას არ ეხება, ერთი არის ტოკვილის დემოკრატია ამერიკაში, რომელიც დღემდე ითვლება სამაგიდო წიგნად ყველასთვის დემოკრატიას სწავლობს, ეს არის კაცი, რომელიც საფრანგეთიდან წავიდა, იმოგზაურა ამერიკაში და დაწერა ეს წიგნი 19 საუკუნეში.
და პარალელურად იყო მეორე კაცი, მარკიზ დე კუსტინი, რომელიც მიდის ნიკოლოზ პირველის რუსეთში და ცდილობს რომ ტოკვილისნაირი ის გააკეთოს, რა ქვია, ტექსტის შექმნას, რომელიც ის ამერიკაში მზა, მე რუსეთშიც. ტექსტი არის სრულიად ფანტასტიკური, ქართულ ენაზე არის თარგმნილი, ბუკინისტებთან აუცილებლად შეიძლება ყიდო, ფიქრობ რომ უნდა გამოვცეთ ხელმეორედ. იმიტომ რომ ის აღწერს მართლა არქიტექტურას, რა არის რუსული საზოგადოება და ერთ-ერთი მის დამახასიათებელია მიმბაძველობა, რომ ის ბაძავს ევროპას და არსობრივად და ამაზეც ვახსენეთ, რომ ქართველებიც კი ხვდებიან, რომ რუსეთი ნამდვილი ის არ არის, რასაც ის მოაჩვენებს, საკუთარ არც ლიტერატურა, არც არქიტექტურა. პეტერბურგი არის სისხლით აშენებული მიბაძვა დასავლური ქალაქების, ხო? ანუ პეტრე პირველის იდეა იყო ეს და არა რუსული საზოგადოების, ხო? სადაც ვთქვათ ამსტერდამელები უკვე დიდი ხანია სახლებს აშენებდნენ, იმიტომ რომ თვითონ თვლიდნენ, რომ ესე იყო საჭირო, ხო? და ახლა მოსკოვი ვემუქრება და არა პეტერბურგი. ესეც არის. და ეს კუსტინის ფინალი არის სრულიად ძალიან ბევრ ნიუანს აღწერს, რაც რუსულ საზოგადოებასთან ცუდად წარმოაჩენს და ბოლოს ამთავრებს ესეთი წინადადებით, რომ თუკი თქვენი შვილები ევროპის რომელ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდნენ, როდესმე დაიჩივლებენ, რომ არ მოსწონთ ის სახელმწიფო, სადაც ცხოვრობენ, გირჩევთ, რომ გაუშვათ ისინი რუსეთში და იმიტომ რომ ისინი იქნებიან უბედნიერესები, რომ ცხოვრობენ აი ყველგან რუსეთის გარდა. იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო, სადაც ბედნიერება შეუძლებელი არის. და ვფიქრობ, ერთ-ერთი ეს ცნება, რაც უნდა ვახსენოთ ხოლმე, მათ შორის პოლიტიკურ დისკურსშიც არის ეს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ვინაიდან მას ღირსება გააჩნია, აქვს უფლება რომ იყოს ბედნიერი. და რუსულმა სახელმწიფომ თავის დროზე წაგვართვა ჩვენ ბედნიერების უფლება, იმიტომ რომ თავისუფლების გარეშე ეს არ არსებობს, ღირსების გარეშე ეს არ არსებობს. ანუ თავისუფლების გარეშე არსებობს საჭმელის, ლუარსაბის დონის არსებობა, მაგრამ არა ბედნიერება, ხო? და შესაბამისად ბედნიერება საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციაშია და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას ვერ მოახდენ არა თავისუფალ გარემოში, ხო, ტოტალიტარიზმში. თუ შენ არ გექნება ეს რასაც ამბობ, მაშინ შენ გექნება წყალობა და სამწუხაროდ აი ეს რეჟიმის მოდელი დღესდღეობით ესეთი არის. ყველანი უყურებენ ხელმწიფეს, ისევ ამ სიტყვის პირდაპირ რას გადმომიგდებს, იქნება ეს წყალობა. ანუ ის კი არა რომ მე დავიმსახურე, არამედ ის რა წყალობას მოიღებს და ასევე ხედავთ ხალხს, რომელიც ამ წყალობის მიღმა თუ რჩება, ძალიან ცუდ დღეში ვარდება, ხო? ან თუნდაც გუშინდელი თანამებრძოლები იყვნენ. მე არ მგონია რომ ეს არის ნორმალური არსებობა. არც ერთ ადამიანს ამას არ უსურვებ, ჩემს ოპონენტებსაც კი და რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ ყველანი, რომ მართლა დასავლური ყაიდის და შესაბამისად დღესაც ვილაპარაკეთ ქართული ყაიდის ცხოვრების ჩამოყალიბება საქართველოში უზრუნველყოფს ყველას ბედნიერებას, სადაც გამდიდრებულს არ შეეშინდება იმის, რომ ხვალ შეიძლება წაართვან და ღარიბს არ შეეშინდება, რომ ის შეიძლება იმაზე უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდეს, ვიდრე ეს გარკვეული მიზეზების გამო მოხდა, ხო, როგორც ვახსენეთ, უსახლკაროდ არ დარჩება, როგორც ჩვენთან ხდება, გადასახადების გადახდის პრობლემა არ იქნება და ჯანდაცვის პრობლემა არ იქნება. ეს თუ სადმე სხვაგან კიდე არსებობს სახელმწიფოში, დაგვისახელონ და მე ვიმსჯელოთ, რომელი არჩევანი ჯობია. რუსეთში ვარ არსებობს ეს ცალსახა არის. ამიტომ დღეს თუ კიდევ ვინმე ამ არჩევანს სვავს, უნდა ეგ გააცნობიეროს, რომ ის ირჩევს რაღაცა დროებით ბედნიერებას, რაღაცა პატარა ბუშჩი, რომელიც შეიძლება ხვალზე გასკდეს და ჩვენ ვითხოვთ ისეთ გარანტიებს ცხოვრების, რომელიც უზრუნველყოფს ჩემს აწყოსაც და სიბერესაც და ჩემი შვილების მომავალსაც. ამიტომ ისევ როგორც დასაწყისში ვახსენეთ, არც მე არ მგონია რომ ეს არჩევანია, ვფიქრობ რომ არის რაღაცა მომენტი, რომელიც დაგვიყენეს, იმიტომ რომ რაღაც პოლიტიკური სრუდილემა, რომელიც რუსეთის იდეოლოგებმა მაგრამ რახან დაგვიყენეს და მოგვახდეს, ჩვენ ვალდებულები ვართ რომ ამაზეც ვისაუბროთ და მე ვფიქრობ რომ დღეს ძალიან ბევრი არგუმენტი შევთავაზეთ ჩვენს საზოგადოებას. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით და შევხვდებით მომავალში.